თქვენ დაუშვებთ დღეს მართლა დაუშვებთ რომ არსებობს ბევრი რეალობა, თქვენ თავს მოიყვანთ. ხუმრობის გარეშე გეუბნებით. ამ წერტილზე მოაზროვნე ადამიანი უნდა გავიდეს კიდევაც და დიდი საფრთხეა რომ არ გაგიჟდეს. და იქნება მე მესიზრება ეს ყველაფერი, რომ ახლა თქვენთან ვარ პოდკასტში და აი რა გარანტია მაქვს, რომ ახლა არ გამეღვიძება უცებ. და მან მართლა არ არის გარანტია. მე თუ ვაკვირდები ჭიქას, მაშინ არის ჭიქა, მაგრამ მე თუ ჭიქას არ ვაკვირდები, ჭიქა არ არის. დაახლოებით ეგეთი რაღაცაა. სრული სიგიჟეა. კითხვის ნიშნის ქვემოთ აყენებს ყველაზე ფუნდამენტურს, რაც კი მეცნიერებას გააჩნია და მეცნიერების ფუნდამენტი არის ის, რომ ექსპერიმენტი, რომელსაც თქვენ ატარებთ უჩემოს და რომელსაც მე ვატარებ უთქვენოთ, უნდა იყოს ერთი და იგივე წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ მთელი მეცნიერება ჩამოშლილი არის და მაშინ რაღაცა რწმენებში ვარ. დრო ეს არის განსხვავება ჩემსა და ჩემს შორისო. მე ვერ შევიგრძნობ დროს, თუ არ მაქვს წინ ორი კადრი, სადაც ამ ორ კადრ შორის არის რაღაცა, რომელიც გავს ერთმანეთს და ამ დროს არ გავს ერთმანეთს. ანუ თუ აქაც მე ვარ და აქაც მე ვარ, მაშინ გამოდის, რომ რომელი იყო მანამდე და რომელი მე. მე არ შემიძლია ერთდროულად ვიყო ორ ადგილას. რომ საკუთარი თავის მიგნება ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ისეთ რაღაცას მივაგენი, რომელიც ჩემშია და ჩემზე მეტია და ღმერთის დეფინიცია რა არის? ვისაც ვერ იტან, ეგ არის ყველაზე უმოკლესი გზა რომ მიაგნო შენ თავს. შენ ხარ თვითონ შემეცნების პროცესი, როგორც ზმნა. და შენ არ ხარ არსებითი საგანი, შენ ხარ ზმნა. კარმული დაკავშირება ჩდება, რომ მე უნდა ვუშველო იმას, ვინც საპირისპიროა ჩემგან ბუნებით და მაშინ მეც მეშველებ. რაღაც არის ჩვენში ისეთი, რაც ხელს გვიშლის დავინახოთ, ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ არ გვინდა დავინახოთ, იმიტომ რომ უკვე დავინახეთ. ეგ არის ვიცი, რომელიც ხელს უშლის, რომ მოხდეს გავიგეს აქტი. რომ მოვკვდებით, რა ხდება? სადმე იცნობიერება. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4-შაბათი 9 საათი და ჩვენ ვართ პოდკასტ არეაში. პოდკასტ არე არის სივრცე, სადაც ცოდნის მოყვარე პოდკასტები იწერება. სანამ საუბარს დავიწყებთ, გეტყვით, რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმომადგენელი და მხარდაჭერი არის პროკრედიტ ბანკი, რომელიც არის 26 წლის გამოცდილების გერმანული ბანკი და ასევე MyPenji, რომელიც არის ჩემი მარჯვენა ხელი. ის მე მეხმარება თარგმნო სტატიები უცხოენიდან ქართულზე და მოვამზადო ეპიზოდები, რომელსაც თქვენ უყურებთ ყოველ 4 შაბათს. ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და სცადოთ აბსოლუტურად უფასოდ. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ანდრო დგებუაძე, მას ჩემი დიდი წარდგენა არ სჭირდება და მე გელოდით და ჩემი სტუმრები, ჩემი მაყურებლები გელოდნენ ძალიან. მადლობა თქვენს და თქვენს მაყურებლებს. ეხლა მე მართლა ძალიან მიხარია და გაგიმხილეთ კიდევაც, რომ ცოტას ნერვიულობ კიდევაც, იმიტომ რომ აი ესე შემიძლია თქვა კიდევაც, რომ რაღაც აზროვნება თქვენს ლექციებზე დავიწყე. მე ესე იგი გაგიმხარწყლებთ ნერვიულობას და გეტყვით, რომ ესე იგი ცუდი კითხვა არ არსებობს, არსებობს ცუდი პასუხი. ცნობილი გამოთქმა არის, ამიტომ თქვენ ვერ ჩააფლავებთ თქვენ საქმეს. თუ ვინმე ჩააფლავებს, მე. კი ბატონო. მადლობა. და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მოყვარე პოდკასტში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, გულწრფელად გეტყვით, რომ ამ თემაზე რო ვფიქრობ ხოლმე ხანდახან ტვინი ჩერდება და მეუბნება, რომ შეეშვი, გაანებე თავი და სხვა საქმეს მიხედე. ეხლა დაისვენე. ესეთ რაღაცას პირდაპირ მეუბნება ხოლმე. ხალი ვიცი კუხნაში იყო. კი ბატონო. ამონარიც, რომელსაც დავეყრდნობდი და დღეს დავიწყებთ საუბარს, არის თქვენი მიერ ნათარგმნი წიგნი, რომელსაც ქვია აშტავაკრა გიტა და თუ არ გაქვთ საკითხული, მეგობრებო, გირჩევთ, რომ დაიწაფოთ ამ წიგნს და არის ერთ-ერთი თავი, რომელსაც ქვია შენ ხარ რეალობა ტუმ ჰისაჩი. ეს. აქ არის პატარა იგავი. თუ გნებათ მოგვიყევით ორი სიტყვით რაზეა, მაგრამ მაყურებელმა უნდა იცოდეს აუცილებლად რა დავთვალოთ და წავიკითხო, უბრალოდ თქვენ მგონია რომ უფრო საინტერესოდ მოყვებით ამას. ოკეი, მე ეს იგავი თვითონ ვიცი, არის ძალიან კარგი ორატორი ადამიანი, სვამი სარვაპრიანანდა, ძალიან ცნობილი ესეთი სპიკერი არის დღეს, არა მარტო რაღაც ამ ადვაიტა ვედანტური მიმართულებით, მე მგონი ეს კაცი გაეროშტეცე პატიჟებენ ხოლმე და ძალიან ესეთი ოსტატი არის თავისი საქმის და ამ კაცისგან ვიცი ეს იგავი, ეს კაცი იყვებოდა რომ ადრეულ ჰიმალაის მთებში, როდესაც ვიყავიო, ესე იგი ბერიო, იქო შორსო მივდიოდითო და ერთი წიგნის წაღება შეიძლებოდა ეს აშტავაკრა გიტა ხელი წიგნი იყო და ტრანსპორტირებისთვის ძალიან ადვილი არისო და ამ დროს იმდენად კონდენსირებული არის მთელი სიბრძნეებიო, რომ მარტო ეს წიგნი მიმქონდაო და ესეთი ფრაზაც კი ქონდა ამ კაცს, რომ აი სხვა პლანეტაზე რომ გადამასახლონ და რომ მკითხან, რომ ესე იგი რომელ ერთ წიგნს
აიღებდიო, მე აშტავაკრაკიტას წავიღებდიო. როდესაც წავიკითხე, მე ნამდვილად ჩემთავს უთხარი, რომ ეს წიგნი ღირსია, იმისი რომ ქართულად ითარგმნოს, იმიტომ რომ ინდურ კულტურასთან ყველაზე ფაგავად გიტა აკერია პირზე და გასაგებია ფაგავად გიტა ეს მონუმენტალური, ასე ვთქვათ, ის არის რა ქვია წიგნი, მაგრამ მე რაღაცა აი ეს აშტავაკრაკიტა მომეწონა ძალიან და ამიტომ პანდემიის დროს დაუთმე დრო ამის თარგმნას. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად იმ იგავზე. ეს იგავი თვითონ ამ ტექსტში არ არის მოცემული, მაგრამ ინდოეთში ჯანაკაზე და აშტავაკრაზე ძალიან ბევრი მითი ესეთი იგავი არსებობს. ჯანაკა არის ხელმწიფე, აშტავაკრა არის მისი გიანი, ასე იგი ნიშნავს ბრძენი, ასე იგი რაღაცა პირადი თუ შეიძლება ითქვას ან რაღაცა სამეფო მრჩეველი ან ეს ბრძენი, რომელიც და მამაც შორის არის სულ დიალოგი. მე ამ წიგნშიც ვამბობ, ეს არის ეგოსა და სინდის შორის დიალოგი, ეს სიმბოლო არის ამისი და ამ სიმბოლოს ესე იგი ამ ყურივებს კიდევ აი ამ ხედვას ის რომ ჯანაკას ყველაფერი აქვს, ის ხელმწიფე არის, მაგრამ მან არ იცის და აშტავაკრამ ყველაფერი იცის, მაგრამ მას არაფერი არ აქვს და უფრო მეტიც ის ხეიბარი არის, ის ხო, 8-ჯერ დაგრეხილი არის აშტავაკრა თვითონ ინდურათაც ამას ნიშნავს. და გიწერია თუ 12 წლის. კი, და აქაც რაღაცა შეიძლება ეს იგი რაღაც საკრალურ რიცხვებს გამოკრათ ხელი. მაგრამ იგავი მიდის ესეთნაირად, რომ არის ხელმწიფე, ესე იგი ჯანაკასთან მოკლედ მოყვები, მოდის მტერი ეუბნება, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. შენ ახლა ესე იგი უნდა დანებდე, იმიტომ რომ მე იმხელა არმიით მოვედი და ფაქტიურად ახლა ინდურ რეალობაში გასაგებია, რომ თუ მეფე ხარ, ყველაფერი გაქვს და თუ მეფე არ ხარ, არაფერი არ გაქვს, იმიტომ რომ ეს კონტრასტული საზოგადოება არის, ასე ვთქვათ და ჯანაკა ერთ წამში ხდება რაჯადან ხდება ფაქტიურად მათხოვარზე კიდევ უფრო ქვემოთ ის მიდის ტოვებს სამეფოს იქ ერთი ადამიანს თხოვს რომ საჭმელი გამატანეო ის ეთქვის რომ მოიცე ხა მე რო გაგატანო საჭმელი კიდე ეს ახალი რაჯა კიდე რას გვიზავს გეხოცებიო შენ რო წახვალო მათხოვრებს ჩვენ რო ვაძლევთო და იმათ თუ რაღაცა საჭმელი დარჩაო იმათ გამოართვიო და აი ეს სოფელსა და სოფელს შორის იქ ძალიან დაბალი კასტის ხალხი არის, რომელსაც სოფლებსაც არ უშვებენ, აი იმათთან მიდის და ისინი რომ ჭამენ, ვიღაცა არიგებს იქ ბრინს, ჯანაკა დგება ამ რიგში, მას ბოლოს მოუწევს ეს ყველაფერი და ეს კაცი იცნობს, რომ რაჯას ტანსაცმელს შედა, რაჯა აქ რა გინდაო და ნუ ესეო ფაქტიურად უბრძოლებლად დავთმეო და მე რაჯა აღარა ვარო, მარტო ტანსაცმელი გადამრჩაო და ფაქტიურად როდესაც სულ რაღაცა ორ კაკალ ბრინს მიაწვის ჯამით ეს ადამიანი, ისა რომ ჯანაკა უნდა შეჭამოს და ამ დროს ჩიტი მოდის, ჩიტი ფრთას გაკრავს და ეს ჯანიც ვარდება და ჯანაკა საერთოდ უკვე განულებული არის და მიწაზე დაემხობა და აი ამ დეპრესიულ მდგომარეობაში იტყვის, რომ აი ხა ნეტა ფსკერი გამისკდეს და მოვკვდე და უცებ მას ეღვიძება და აი ამ გაღვიძების მომენტში ჯანაკა აფიქსირებს, რომ არის დიდი განსხვავება შინაგანად რას გრძნობს და გარეგანად როგორ აღიქვამს სამყაროს, რომ გარეგანად ხედავს, რომ ის ლოგინშია და არც არაფერი ამოხტარა და ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. მაგრამ ეს ემოციები იმხელა იყო, რომ ეს გულისცემა, ნერვიულობა, დეპრესია, ეს ყველაფერი მოყვება და აქ შემოეპარება მას ფილოსოფიური კითხვა, რომ თუ ის იყო სიზმარი და ამ დროს ის რეალობა არ იყო, რა გარანტია მაქვს, რომ ესეც არ არის სიზმარი? და მაშინ რა არის რეალობა? თუ კი რეალობა არ არის ჩემი აღქმა, მაშინ რითი დავასკვნა, რომ რაღაცა არის არა ჩემი აღქმა მარტო, არამედ მართლა რეალობა და ეს სად არის რაღაც აბსოლუტური ხელმოსაჭიდი, რომელზედაც მე ჩავავლებ ხელს და ვიტყვი, რომ ეს არის რეალობა და აი ამ გაუგნებულ მდგომარეობაში ჯანაკა 3 დღის განმავლობაში მარტო იმეორებს კითხვას თავის თავთან, ნუ ხმამაღლა, როდესაც ამბობს, რომ ესე იგი ვოსაჩია ესაჩ, ესე იგი რომ ეს არის რეალობა თუ ის არის რეალობა, ამაზე პასუხი არ მოდის, ექიმები, მძოლი, ministrები ამშვიდებენ და ბოლოს მოდის ესე იგი აშტავაკრამ, მისი ესე იგი ეს ბრძენი და ისევნება, რომ ჯანაკრაჯა მე ვიცი შენი სიზმარი რა არის, შენ როდესაც იქ იყავი, სიზმრიდან თუ ხედავდი ცხადს ის რო ლოგინში იყავი, აგერ ძოლი, აგერ ბავშვები, აგერ ministrები, აგერ მთელი შენი სამეფო. ჯანაკა ამბობს, რომ არა, სიზმრიდან ეს სამყარო არ ჩანს. ამ სამყაროდან ეხლა თუ ჩანს ის მტერი, ის ჩიტი, ის ჯამი, ის დეპრესია, ის ნერვიულობა. არა, აქედან ის არ ჩანს. აბა მაშინ აქედან თუ ის არ ჩანს და იქიდან თუ ეს არ ჩანს, მაშინ არ ყოფილა რეალობა. მაშინ არც ისაა რეალობა და არც ესაა რეალობა.
ნაიასაჩნავოსაჩ, ხო? და ჯანაკა საერთოდ გაგიჟდება მაგ მომენტში, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ხელმოსაჭიდი არაფერი არ ყოფილა. არც შენი გარეთ ყურება და არც შენი შიგნით ყურება და აბა მაშინ საერთოდ ყველაფერი მოშლილა. მაშინ საერთოდ საყრდენი არ არსებობს. მაშინ სრული სიგიჟე ყოფილა ყველაფერი. და მე ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ამ წერტილზე მოაზროვნე ადამიანი უნდა გავიდეს კიდევაც და დიდი საფრთხეა რომ არ გაგიჟდეს. ოღონდ ხუმრობის გარეშე ლაპარაკობ. იმიტომ რომ ეს წერტილი მართლა არსებობს და არა ერთი და ორი გენიოსი ადამიანი ამ წერტილას მისვლა და გაგიჟებდა. და შემდეგ მოდის აშტავაკრას პასუხი და ეს პასუხი კიდევ უფრო ორმაგად უფრო ძლიერი არის. ის ამბობს რომ იქ რო იყავი, იქ ხო რასაც ხედავდი ის ხო რეალობად აღიქვავდიო და აქ რო ხარო, აქაც ხო რეალობად აღიქვავ. მაშინ ამ ორიდან საერთო არის ის, რომ შენ სადაც ხარ და რასაც აცნობიერებ, ის არის რეალობა. ამიტომ შენ ხარ რეალობა. Okay? და მე ვამბობ და არა მარტო მე ვამბობ სარვაპრიანადაც ამას ამბობდა რომ ეს იგავი თუ გაიგე ყველაფერი გაიგე. ზუსტად ეგ იყო აი პირველი ჩემი ეს რო წავიკითხე რომ ეს გიწერეთ რომ ეს თუ გაიგე ეს იგი ყველაფერი გაიგე და გონება აფეთქდა მაგ დროს. კი და მე ვიტყვი რომ ეხლა აქედან უნდა ამოიძერწოს ძალიან ღრმა რაღაცა. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს რომ არსებობს ორი სამყარო, ჩემი შინაგანი სამყარო და ჩემი გარეგანი სამყარო და თუ ჩემი შინაგანი სამყარო მოწყვეტილია გარეგან სამყაროს, მაშინ მე გაორებულ მდგომარეობაში ვარ, მე ორი ცხოვრება მაქვს. რითაც მე გარეთ გავდივარ და რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ შიგნით ჩემს თავს ვერ უდებ ამაში, რაღაც დეპერსონალიზირებული ტიპი ვარ და ჩემი შიგნით რაღაცა ცხოვრება, სადაც ვერ გამიგია ვერაფერი და ვერაფერს ვერ ვაკავშირებ და ეს ორი არის ფაქტიურად, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ რა ვიცი, მე 7 საათამდე და 7 საათის მერე. შეიძლება იყოს სამსახური და შეიძლება იყოს რა ვიცი, ჩემი ოჯახი ან შეიძლება რაღაც მეგობრები. ანუ არ არის არ ხდება თითქოს და განოყიერება ერთი მეორით აი ამ პირველ ესე მეორე სამყაროსი. და პირდაპირ მოგისროლოთ ეხა უცებ მოგისვრით რაღაცა რუსთაველურ ხედვაში, რომ ორი ტიპია. ერთი რომელიც სულ შიგნით იყურება და იქ დაეკარგა ობიექტურობის საზომი და დაეძებს ამას, ხო, ტარიელს გულის ხო და მეორე არის რომელიც გარეთ იყურება და მონადირი არის და კი მოინადირა ყველაფერი, მაგრამ ხვდება რომ რაღაცა აკლია, რაღაცა შინაგანი და თავის ამოცანად გაიხადა ის რომ მე სანამ იმას არ ვაპოვნინებ თავის სატრფოს, მანამდე მე ჩემი სატრფოც არ მიმიღებს კი არა და ფაქტობრივად არც მეკუთვნის. ამიტომ ამათ შორის ესეთი კარმული დაკავშირება ჩდება რომ მე უნდა ვუშველო იმას ვინც საპირისპიროა ჩემგან ბუნებით და მაშინ მეც მეშველება. ხო? ბუნებრივია მაშინ ქრისტიანული მარცვალიც არის. ხო? რაც არ უნდა ვთქვათ რომ რუსთაველი იწყებს ამას რაღაცა თუ თქოს და არ ვიცი სუფიური ტრადიციით თუ ინდური ასე ვთქვათ თუ სტილით თუ როგორი ბმაც არ უნდა ვეფხისტყაოსნის გავაკეთოთ სხვა კულტურებთან ამ დროს თვითონ ეს ფაბულა რომ სხვისი გადარჩენით გადავრჩები მე თვითონ ძალიან ქრისტიანული არის და მე ძალიან მომწონს ეს მომენტი აი თვითონ იდეაში უნდა ვთქვა რომ ეს იგავი თლათ ინდური იგავიც არ არის იმიტომ რომ ამ იგავშიდაც ეს ქრისტიანული მარცვალი არის თითქოს და რა რომ შენ ხარ რეალობა და შენ ამ გაერთიანებას აკეთებ მაშინ, როდესაც შენი შინაგანი სამყარო და გარეგანი სამყარო ცნობენ ერთმანეთს. როდესაც ეს კავშირი გამოდის და შენ ამბობ, რომ ჩემი გრძნობა ცალკე კი არ არის და ჩემი ვიცი ცალკე კი არ არის. არა, რაც ვიცი, იმას გრძნობ, შესაბამისად გავიგე და მე ვარ ის, რაც გავიგე. ხო, აი ეს არის ეხლა ჩავარიხინე ეხლა მთელი ფილოსოფია, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში გადის იმაზე, რომ რეალობა ხარ შენ, რეალობა არის ცნობიერება, რეალობა არის ის წერტილი, როდესაც ხდება მიხვედრის აქტი, როდესაც ორი სამყარო ეხება ერთმანეთს და იმ შეხების წერტილს ქვია შემეცნება და ცნობის აქტი ხდება. დანარჩენი შიგნით რაც ხდება სუბიექტური არის, გარეთ რაც ხდება შეიძლება გაუგებარი იყოს, გარანტია არ აქვს რომ რასაც ვხედავთ ის რეალობა, გარანტია არ მაქვს რომ რასაც ვგრძნობ ის რეალობა, მაგრამ თუ მე რაღაცა გავიგე, ის უკვე გავიგე და მანდ უკვე შენ ვეღარ მეტყვი რომ არ ენდო და არ დაიჯერო საკუთარი თავის, იმიტომ რომ მაშინ მე ვიტყვი რომ მე დაგასწარე შენ და მე ეს უკვე გავიგე. ხო, აი მანდ მეკითხე ზუსტად რომ იქნებ ეგ დაჯერებაც ჩემი გონების ناقოფია და მე მაჯერებ ჩემი გონება რომ დავიჯერე რაღაცა. არა, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეგ ამბავი, აჯერებთ თუ მართლა გაიგეთ. როგორ შეიძლება რა გადაამოწმოთ? გეტყვით, თქვენ უნდა შეძლოთ დაშლა და აწყობა. თუ თქვენ გაიგეთ რომ პითაგორას თეორემა როგორ მუშაობს, მაშინ თქვენ თავიდან გამოიყვანთ ამას. ხდებით კუბიკ რუბიკი თუ თქვენ ესე იგი გაიგეთ, მაშინ თქვენ აწყობთ. ნებისმიერს. ხო, უარესაც გეტყვით, თქვენ თუ რაღაცა გაიგეთ, თქვენ შეძლებთ რომ მეზობლის ბავშვს აუხსნათ.
ანუ ესეც კარგი ტესტი არის იმისი, რომ თუ მე სხვას შემიძლია რომ აუხსნა, ესე იგი მე გამიგია. იმიტომ რომ შეუძლებელია შენ თვითონ თუ ვერ გაიგე, სხვას რო აუხსნა, ნუ ძალიან პატარა არის იმისი ალბათობა, რომ შენ თვითონ ვერ გებულობდე, მაგრამ შენი სიტყვებით სხვამ ეს გაიგოს რა. ხო, ამიტომ ეგ და მეორე ინდიკატორიც არის, თუ თქვენ გაიგეთ, თქვენ გაგიხარდებათ. აი ეს რაღაც რო აბწყინდება ხო შეგნით რომ თვალები რო გივრწყინდა და მაგას თქვენ ვერ შეაკავებთ. კი ეს ხოთაშორის ეხლა მქონდა წინა ეპიზოდი მღვდელი მყავდა და რაღაცა ისეთ თემაზეებს საუბრობდით და მე გავიდა რამოდენიმე დღე ერთი კვირა ამ თემაზე ვფიქრობ ვამუშავებ და უცებ გონებაში გაიარა აზრმა აინთო ისევ არავინ უყავდა ესე რომ გამიაზრებდეთ მეც ChatGPT-ის Gemini-ს რაღაცას ვეკითხები იქიდან ინფორმაცია მოვიდა და უცებ ხვდები რომ ესეც რემლი მომდის კი აი და მან ვერავინ ვერ დამეტყვის რომ არასწორი ვიყავ და ვიღაცა რომ მოვიდეს და რომ ვითომ მოიც ერთი წამით არაკაცო შენ ეს შენ თვითონ ხო არ იმას ქენი რა ქვია მოვიგონე აიცრემლე შენი თავი თუ რომ დავაიხე გამასწარი აქ ხო ეს აქეთ ამ ხარე საინტერესოა მაგრამ ჩვენ ეხლა უნდა ვისაუბროთ რომ უკვე კვანტური ფიზიკაც და ფსიქოლოგიას და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მეცნიერება ესე ვთქვათ საუბრობს იმაზე რომ რეალობა საერთოდ არ არსებობს რეალობა არის მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ვუყურებ ჭიქას. სხვა რეალობა არ არსებობს. ანუ რეალობა არსებობს, უბრალოდ ეს ის ტრივიალური რეალობა არ არის, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანს გონია, რომ რახან გარეთ ვიყურები და რახან მე ამ ჭიქას ხელი მოვკიდე და რახან გამოვქაჩე და წამომყვა ეს ჭიქა და მე შეგრძნება მაქვს, რომ ჭიქა ხელში მიკავია და თან მძიმი არის, აქედან გამომდინარე არის ეს რეალობა. იმიტომ რომ აქ შეიძლება კითხვა დასვა, რომ და იქნება მე მესიზვრება აი ეს ყველაფერი, რომ აი ხა თქვენთან ვარ პოდკასტში და უცებ აი რა გარანტია მაქვს, რომ ეხლა არ გამეღვიძება უცებ რა. და მანდ მართლა არ არის გარანტია. და მაშინ კითხვა არის, რომ აბა რითი გადავამოწმო ის, რომ მე ეხლა არ მეძინდება. მე აღვყვებოდი კიდევ ჩემს ლექციებში რომ იმდენად ბევრს ფიქრობდი ხოლმე თავის ძოზე მაგაზე რომ ერთხელ მახსოვს რომ ვიჯექი და აი ხა რა გარანტია მაქვს რომ არ მეცინება მეთქი და აი ხა შევხედავ მეთქი შპალერს და თუ შპალერის რაღაცა ტექსტურა რომელიც არ მახსოვს რანაირია და თუ მაშინ ხა თუ შპალერის ტექსტურა რაღაცნაირია ეხლა ხო არ გამოვიგონებ მე შპალერის ტექსტურას და თუ უჩემოთ რაღაცნაირია მაშინ რეალობა ყოფილა მეთქი და რომ დაუკვირდი ამ შპალერის ტექსტურას გამეღვიძა არ არსებობს. ხო და აუ მეთქი ესე იგი ხო ვაიმე მე მაშინ რაღაცა ფორმულა უნდა იყოს ამაში ესე იგი გამოდის რომ შენ უნდა სამყაროში ეძებო რაღაცა რომელიც არის უშენოდ და თუ რაღაცა მიაგენი რომელიც არის უშენოდ გაკეთებული მაშინ რეალობა ყოფილა რაღაც საინტერესო რაღაცასთან გავდივარ ხო სიგიჟე არის ძალიან სიგიჟეა კი მაგიდან თქვი რომ ხანდახან გონება რომ გაჩერდი კი მან ნელა უნდა იარო და ფრთხილად უნდა იარო მაგრამ რომ გადმოვახვიოთ, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ მე disclaimers ვიტყვი, ხა მე არც ფიზიკოსი ვარ და მე შორსა ვარ აქედან, მე მოყვარულის დონეზე ვუსმენ ხოლმე ხა რაღაცა კვანტური თეორიების იდეებს ან რაღაც ამ შემდეგ, მაგრამ ფილოსოფიური ინტრიგა გამაჩნია იმაზე, რომ რაზედაც ფიზიკა გადის, იქ ესეთი წვეტიანი კითხვები დავსვა ხოლმე. და ფიზიკა გავიდა იმაზე, რომ თუ არ მეშლება შროდინგერი იყო ეს რომელმაც თქვა რომ მე მგონი სამყაროს building block როგორ არის რაღაც ელემენტარული აგური რომელითაც აგებული არის სამყარო უნდა იყოს ცნობიერება და არა ატომი იმიტომ რომ ის ატომსაც ჩვენ ხელს ვერ ვკიდებთ ნუ ფიზიკამ თითქოს და არ იცის რა არის ატომი საბოლოო ჯამში გავიდით რომ რაღაცა strength theory ამბობს რომ იქ რაღაცა ველივით არის რაღაცა ვიბრირებს და ეს ვიბრაციაც რა არის ვერ გავიგე მე მქონდა ესეთი ჩემი ესეთი ინტრიგნული ფილოსოფოსის კითხვა ფიზიკაზე რომ ერთი წამით რა მასა ქმნის გრავიტაციას თუ გრავიტაციიდან იქმნება მასა იმიტომ რომ თუ გრავიტაცია ეს არის დრო და სივრცის გამრუდება თუ მე წარმოვიდგენ რომ სადღაც სივრცეში არის გამრუდებული დრო და სივრცე და აქეთაც გამრუდებული დრო და სივრცე მაშინ ამ ორ გამრუდებულ დრო და სივრცეს ერთმანეთში უნდა კონდეს მიზიდულობა და თუ მე წარმოვიდგენ რომ ასეთი არის მილიარდი წერტილი რომელიც ერთმანეთში კავშირში არის და რაღაცა მიზიდულობით მაშინ ამას უნდა კონდეს ინერტულობა ინერტულობა ნიშნავს რომ მე რო ერთს მივაწვე იმან უნდა გაწიოს ყველა და თუ ინერტულობა არის მაშინ მასა არის და ამ დროს მე არ შემომიტანე არც ერთი უცხო სხეული ამ მოდელში მე მარტო გავამრუდე სივრცე და მაშინ გამოდის რომ ის რომ მე ჭიქა მიკავია ხელში მე ფაქტიურად გამრუდებული დრო სივრცეების ერთობლიობას მოვჭიდე ხელი და ეს მძიმე იმიტომ მეჩვენება რომ მე უბრალოდ ბევრს
ბევრ ასეთ გამრუდებულ დროსივცეს წერტილს მოვკიდე ხელი და ამას თავის ინერტულობა გააჩნია. უფრო მეტიც ამას სინათლის ხივი რო ეცემა, იქ გამრუდების გამო ხდება ასხლეტვა. და ფაქტობრივად გამოდის, რომ მე ვხედავ, რომ ჭიქა მიკავია ხელში. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ მე აღქმა მაქვს, რომ ჭიქა მიკავია ხელში, თორე რეალურად არ არსებობს რაღაცა მატერია, რომელიც აი ეს ბურთებივით რაღაცა რო წარმოვიდგინოთ, რომელიც უკვე ატომური ნიშნავს, რომ ინდივიდუალ, ანუ ვეღარ გახლეჩავ შუაზე, ხო? ანუ ბოლომდე რო გახლეჩავ, მე მგონი ეგ იყო შროდინგერის დეფინიცია, რომ სამყარო რო დავანაწევროთო ისეთ პატარა ნაწილზე, რომ მე უკვე აღარ ნაწევრდებაო, ჩვენ მივიღებთ, რომ ხელში გუკავია არაფერი. და აი აქ შემოდის კიდევ ერთი დამატებითი, ასე ვთქვათ, ფენა, რომ მერაბ მამარდაშვილმა ჩამაწოდა, ასე ვთქვათ, ესეთი მომენტი, რომ დრო ეს არის განსხვავება ჩემსა და ჩემს შორისო. ეს ხო ძალიან ესეთი ოხერი დაკვირვება იმაზე, რომ მე ვერ შევიგრძნობ დროს, თუ არ მაქვს წინ ორი კადრი, სადაც ამ ორ კადრ შორის არის რაღაცა, რომელიც გავს ერთმანეთს და ამ დროს არ გავს ერთმანეთს. ანუ თუ აქაც მე ვარ და აქაც მე ვარ, მაშინ გამოდის, რომ რომელი იყო მანამდე და რომელი მერე. ანუ ორ ანდროს შორის განსხვავება უკვე აღქმა უკვე იწევს რომ მე არ შემიძლია ერთდროულად ვიყო ორ ადგილას. და თუ მე ვხედავ რომ არის ორი, ესე იგი ამათ შორის არის სხვაობა, დროში. და დროში სხვაობა და მე უკვე გავედი იმის შეგრძნებაზე რა არის დრო. მამარდაშვილი ესე ასკვნის რომ დრო ეს არის განსხვავება ჩემსა და ჩემს შორის, ანუ ცნობიერებასა და ცნობიერებას შორის. და სივრცე ეს არის განსხვავება ჩემსა და შენ შორის. და მაშინ გამოდის რომ თუ ცნობიერება თავის თავთან შემოტრიალდა და ამ შემოტრიალებით წარმოიქმნა დრო და სივრცე. მაშინ გამოდის, რომ გამრუდებული ცნობიერება ყოფილა სივრცე და გამრუდებული სივრცე ყოფილა გრავიტაცია და გამრუდებული გრავიტაცია ყოფილა მატერია და მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი სამყაროში, რასაც ხედავ, საბოლოო ჯამში ყოფილა ცნობიერება და მაშინ ეგ ხალხი სწორი ყოფილა. კი, ზუსტად. ხო, ეს ახლა ჩავარიხინე ძალიან ესეთი და აი, ხო, ისე რთულ ერთის მხრივ რთული გასაგებია. კი. ერთის მხრივ, აი როგორც ეს წიგნი თქვენ როგორც გიწერიათ შესავალში, ერთის მხრივ ძალიან რთული გასაგებია, ერთის მხრივ ძალიან ნაცნობია. კი, იმიტომ რომ თვითონ ტექსტი არ არის რთული, მან არც ერთი ფილოსოფიური ტერმინი არ შეგვხვდება, თითქოს და ლამის ბავშვურ დონეზე არის დაწერილი, ეს ბავშვური ნაივურობით, წერტილებში ურტყავს და ამ დროს თქვენი ცრემლის არ იყოს რაღაცამ ჩემში იცის, რომ ზუსტად იმაზე არის ლაპარაკი, რასაც გავურბოდი მთელი ცხოვრება. და ეს გრძნობა თავისთავად ვირუსივით არის და არ განებებს მე მთელი ცხოვრება. კი, ეხლა მამარდაშვილი რომ ახსენეთ მქონდა მონიშნული ბოლოსკენ, მაგრამ ეხლა ვიტყვი რომ ერთ-ერთ ლექციაში ამბობს, ზუსტად სიტყვები არ მახსოვდა, მაგრამ შინაარსობრივად, რასაც რაღაც არის ჩვენში ისეთი, რაც ხელს გვიშლის დავინახოთ, ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ არ გვინდა დავინახოთ, იმიტომ რომ უკვე დავინახეთ. კი, ეგ არის ვიცი, რომელიც ხელს უშლის, რომ მოხდეს გავიგეს აქტი. სანამ მე არ დავცარიელდები და დავდუმდები მამარდაშვილურად, ანუ ქრისტიანულ ტრადიციაში ამას ქვია, რომ ტიკი არ დაცარიელდება, მანამდე ჩემში არ ჩაისხმება რაღაც ახალი და ეს არის ჩვეულებრივი ცნობიერების ტოპოლოგია, რომ შენ ამბობ, რომ თუ შენ წინასწარ ამბობ, რომ იცი, შენ ვერაფერს ვერ გაიგებ ახალს. ხო. ანუ ეს გიშლის. ეგო რეალურად რო გადმოვთარგმნოთ, ხო? რო გადმოვთარგმნო ის გლეხურად რო გადმოვთარგმნო, არის რომ ვაკე ვერულდო ენაზე, მაშინ გამოდის, არის. რეალურად ეგ არის. კი ბატონო, ეხლა კვანტური ფიზიკის მოყვანაც მინდა ერთი მაგალითი ძალიან საინტერესო იყო, უბრალოდ უცებ უნდა ვიპოვო. სადაც მიწერია ეგ მომენტი, რომ ეხლავე აი კლასიკური ფიზიკა მოკლედ გვეუბნება, რომ ობიექტს გააჩნია განსაზღვრული თვისებები, პოზიცია, იმპულსი, მიუხედავად იმისა, აკვირდები თუ არა მათ. კვანტური მექანიკამ ორმაგი ნაპრალის ექსპერიმენტი გააწერა, როდესაც ფოტონებს ისვრიან ბარიერზე ორი ნაპრალით, ისინი იქცევიან როგორც ტალღები. როცა არ აკვირდებიან, როდესაც დეტექტორი აკონტროლებს, რომელ ნაპრალში გადის, ისინი იქცევიან როგორც ნაწილაკები. ანუ რეალურად ეს დასკვნა გვეუბნება, რომ მე თუ აკვირდები ჭიქას, მაშინ არის ჭიქა. მაგრამ მე თუ ჭიქას არ ვაკვირდები და არ ვხედავ, ჭიქა არ არის. დაახლოებით ეგეთი რაღაცაა. სრული სიგიჟეა. სრული სიგიჟეა. ესე იგი, საერთოდ
კითხვის ნიშნის ქვემოთ აყენებს საერთოდ ყველაზე ფუნდამენტურს, რაც კი მეცნიერებას გააჩნია და მეცნიერების ფუნდამენტი არის ის, რომ ექსპერიმენტი, რომელსაც თქვენ ატარებთ უჩემოს და რომელსაც მე ვატარებ უთქვენოთ, უნდა იყოს ერთი და იგივე წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ მთელი მეცნიერება ჩამოშლილი არის და მაშინ რაღაცა რწმენებში ვარ. კი ბატონო, ზუსტად ეგ არის ვიგნერის მეგობრის ესეთი ეს გააკეთა ექსპერიმენტი აზრობრივი, ამასაც წავკითხავ და განვავრცოთ. ვიგნერის მეგობარი არის აზრობრივი ექსპერიმენტი კვანტურ ფიზიკაში, რომელიც 1961 წელს გაკეთა ნობელის პრემიის ლაურეატმა გააკეთა იუჯინ ვიგნერმა. წარმოვიდგინოთ დახურული ლაბორატორია, შიგნით არის ვიგნერის მეგობარი, დამკვირვებელი A, რომელიც ატარებს კვანტურ ექსპერიმენტს. მაგალითად, ზომავს ელექტრონის სპინს. რომელიც შეიძლება იყოს ზემოთ, ან შეიძლება იყოს ქვემოთ. გარეთ დგას თავად ვიგნერი, ანუ დამკვირვებელი B, რომელმაც იცის, რომ მეგობარი ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ არ იცის შედეგი. ანუ გამოდის, რომ მეგობარი ერთდროულად არსებობს კონკრეტულ რეალობაში და არსებობს ასევე გაურკვეველ რეალობაშიც. შროდინგერის კატის ბიძაშვილი. ზუსტად, კი. აქ იქნება პარადოქსი, რადგან კვანტური მექანიკის კანონები, კერძოდ ტალღური ფუნქცია, ორივე დამკვირვებლისთვის განსხვავებულ რეალობას აღწერს. ანუ ისევ დამკვირვებელი A, რომ მორჩება ექსპერიმენტს და ეს ფოტონი ზემოთ იქნება თუ ქვემოთ იქნება, იმისთვის სუპერპოზიცია დამთავრდა, მაგრამ ამავდროულად დამკვირვებელი B, აქეთ რო არის ეს ვიგნერი, იმან არ იცის საერთოდ იქ რა მოხდა. ანუ ამისთვის ეს კიდევ სუპერპოზიცია. ხო. ამისთვის სხვა რეალობა დგას, ამისთვის სხვა რეალობა დგას. და აქ რეალურად ფიზიკის კანონები უცებ აი სად არის? ეგეთი ის. იმიტომ რომ სხვადასხვა რეალობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ფილოსოფიურად გავდივართ ეგეთ რაღაცაზე, რომ მაშინ რეალობა ჩამოიკიდა პერსეფციის ქვემოთ. ხო. ხვდებით ხო? ესე იგი მაშინ გამოდის, რომ ჩემი პერსეფცია ნიშნავს აღქმა, ხო? ანუ ჩემი ესე იგი და მაშინ თქვენ შეიძლება თქვათ, რომ თუ ეს რეალობა არის, მაშინ ის იმდენად არ არის, რამდენად სუბიექტური არის. მაშინ გამოდის, რომ არის ჩემი რეალობა და შენი რეალობა. Okay? მაგრამ ეს კვანტურ სამყაროში, ასე ვთქვათ, ეს კვანტური და ჩვეულებრივ რეალობაში ახლა ჩვენ ასე რომ განვიცდეთ, პოდკასტშიც არ მომიწვევდით, ხო? პოდკასტში მომიწვევთ, იმიტომ რომ რაღაცებს რო ლაპარაკობ და მე რომ მეკითხები და რო გპასუხობთ, ადეკვატურობის შეგრძნება გაგვაჩნია. ანუ ჩვენ ორი დამოუკიდებელი ეგო არა ვართ, რომელიც ორივე სიზმარში არის. ხო. ხვდებით ის გამიდი. ხო, აი მან კი დავაგრძელოთ მაგკითხვა. მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ თქვენც ამ ქალაქში ცხოვრობთ, მეც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, თქვენც თითქოს და იგივეს ხედავთ, რაცაც მე, მაგრამ მთელი თქვენი წარმოდგენა შეიძლება იყოს სხვა და ჩემი შეიძლება იყოს სხვა და რო ვთქვათ, რომ რაზეა ეს დამოკიდებული. აქ უკვე ფილოსოფიური ელემენტი შემოდის. მაშინ გამოდის, რომ ჩვენმა თავისუფლებამ გამოიწვია, ესე იგი ფაქტობრივად სულ სხვანაირი სამყაროსეული ხედვა. და რეალობაში ეს სამყარო როგორი არის? არსებობს ესეთი ლამაზი ფილოსოფიური კითხვა. აგერ ახლა ჩვენ ვზივართ ოთახში, მაგიდა არის ჩვენ შორის და ესეთი ფილოსოფიური კითხვა არის. ორი კაცი რო ზისო ერთ ოთახშიო და ერთი მაგიდა რო არის, რამდენი მაგიდა არისო მაგ ოთახშიო? და ვიღაცა ამბობს, რომ ერთი მაგიდაა, იმიტომ რომ შენ თვითონ თქვი რომ ერთი მაგიდაა, ვიღაცა ამბობს, რომ ორი მაგიდაა, იმიტომ რომ ჩემგან მაგიდა ესე ჩანს და თქვენგან მაგიდა ისე ჩანს. და ვიღაცა ამბობს, რომ არის სამი მაგიდა, რომ არის ჩემეული მაგიდა, თქვენეული მაგიდა და ამ დროს მაგიდა თავის თავად. ანუ რეალური მაგიდა. ხო. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ეგეთ რაღაცაზე, რომ მოიწერწამეთ ის რომ მაგიდა ჩემს აღქმაში არსებობს, ეგ გავიგე. მაგრამ სად არის მომენტი რომ ობიექტური მაგიდა არსებობს? Okay? იმიტომ რომ მე რაც არ უნდა გულზე ხელი დავირტყა და ვთქვა რომ მე ასე ვხედავ, მე ამას ვამბობ რომ მე ვხედავ ამას ასე. ხო? ანუ ის რომ ობიექტურია ეგ არ არის. და მე ვერაფერზე ვერ ვიტყვი რომ დამიჯერე ძმაო, მე ვიცი რომ ეს რეალობაა, იმიტომ რომ არ გატყუებ, ხო? არა, შენ მეტყვი რომ ერთამით რა, ანდრო შენ რასაც არ მეუნები, ეგ არის შენი აზრი. მაგრამ აქ მართლა შემოდის ეგეთი ხრიკი. რომ თუ კი მე შემიძლია, რომ ჩემი სურვილი, ჩემი ეგო, ჩემი ესე იგი მე შემიძლია გავაკეთო მიხვედრის აქტი, რომ ჩემი ცნობიერება რაღაცა გავლენების ქვეშ არის, მაგალითად გარე კულტურის ქვეშ არის, დედაჩემის და მამაჩემის მიერ ნასწავლი, რაღაცა სხვების მასწავლებლის მიერ ნასწავლი რაღაც. თუ მე აზროვნებითი აქტი შემიძლია გავაკეთო იმ ვიცის მიღმა, რომელიც მომეწეპა გარედან, მაშინ შინაგანი ვიცი რაც არის, ანუ ცოცხალი ვიცით რასაც გავალ, ის არის სუბიექტურობისგან დაცლილი, ანუ ობიექტური. აჰა, გავიგე. ანუ რეალობა არის ის, რაც მე დავინახე ჩემი სურვილების მიღმა.
ანუ სხვანაირად ვიტყვი, რა არის ობიექტურობა თუ არა და გულწრფელი სუბიექტურობა. ხო, ეს მგონი გიწერია. აი ეგ ამბავი არის კი, რა ზუსტად ეგრე. და საბოლოო ჯამში ეგ კარგი გასაცნობიერებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დამწყვლეული ისეთ ექსპერიმენტში, სადაც ვერავინ ვერ დავიჩემებთ, რომ გინდა თუ არა ეს არის ობიექტურობა. მაგრამ თქვენ რო თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ სრულად თავისუფლად და იფიქროთ რაც გინდათ, ოღონდ გახვიდეთ იმდენად ღრმად თქვენ თავთან, რომ მიაგნოთ წერტილს, სადაც არ იტყუებით და მე რო იგივე საქმე გავაკეთო ჩემით და ჩემს ტყუილებს რო გავექცე. აღმოჩნდება, რომ თქვენ ასეთ მაქსიმალურ სუბიექტურობაში, სადაც არავინ არ შეხებია თქვენს გადაწყვეტილებებს არჩევანს და ჩემს სუბიექტურობაში, სადაც არავინ არ გამყარებია, მე და თქვენ გავალთ ერთ და იგივე წერტილს. ანუ თელი მსოფლიოს მოსახლებამ რო გადაწყვიტოს რომ გაგაკეთოს ყველანი ერთ წერტილში აღმოჩნდებით. თუ ოთახში ორი ადამიანი არ იტყუება, შეუძლებელია რომ იმათმა იფიქრონ სხვადასხვანაირად. და აქედან დგინდება რომ რეალობა არის ერთი. და თუ კი ესე არ არის, მაშინ სრული სიგიჟეა. ხო. მაგრამ ესე არ არის. მაგრამ რა გათქმევინებთ მაგას რო ეგრე არ არის? ის რომ მე შემიძლია მივიდე ადამიანთან, რომელიც არის ჩემს წარმოდგენაში საზიზღარი არსება, ვიღაცა გარეწარი, ვიღაცა დამპალი ოხერი, ან ჩემი მტერი, იმასაც ვეზიზღები, მეც მეზიზღება და ამ დროს მე მასთან ვიწყებ აბსოლუტურად გულწრფელ საუბარს, ოღონდ მე მაქვს ინფინიტუმი დრო. ანუ მე დამწყვლეული ვარ ოთახიდან და ოთახიდან არ შემიძლია გავიდე მანამ სანამ არ გავალ იმ ფუნდამენტურ წერტილზე და მე წინასწარ ვიძახი რომ თუ ეგეთ კარცერ ლუქში ჩამაგდებთ და იქ ვიღაცა საზიზღრობას ჩამისვათ კიდევ შეუძლებელი იმასაც კურთხალი გადმოვარდება და მეც. ანუ გავხვალთ. ანუ გავალ. მოიჭველი. კი, თუ არ გავალ, მაშინ გამოდის რომ არსებობს ბევრი რეალობა. უშვებთ და მაშინ სიგიჟე არის. არა, მაგას ვერც წარმოიდგენ. არსებობს თეორიები, რომ არსებობს. თუ თქვენ დაუშვებთ დღეს, აი ხუმრობის garaში გეუბნებით. თუ თქვენ მართლა დაუშვებთ, რომ არსებობს ბევრი რეალობა, თქვენ თავს მოიკლავთ. კი, საბოლოო ჯამში რაღაც მომენტში ხანდახან ამ კვანტურ მიმართულებასაც რო კითხულობ, იმდენად სიგიჟეა, რომ მე ერთხელ მქონდა ესე იგი ლექცია მტკვრის პირას და თემა იყო წარვერ წყალისპირ სევდიანი ფიქს გასათქვა ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვიძახდი იმას, რომ გასაგებია ამ კაცმა თავი რატომ მოიკლო. იმიტომ რომ ამ კაცმა ვერ იპოვა სად არის ობიექტურობის საზომი. და ეს ლექსი თვითონ ამას ამბობს. და შენ თუ მართლა გულწრფელად ფიქრობ იმას, რომ ობიექტურობა არ არსებობს, მაშინ ცხოვრებას აზრი არ ქონია. მაგრამ ობიექტურობა არსებობს და ეგ არის შენი ყველაზე უინტიმურესი ნერვი, რომელმაც თავისთავად იცის რა არის უტყუარობა და ეგ ხარ შენ. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია. ეხა ისე იმას ქენიკოსნა დავამთავროთ, მაგრამ არა. ო, ამ მაგერუნებს უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად, იმიტომ რომ აქ მაქვს სხვადასხვა ერთი ეხლა რასაც ვსაუბრობთ, მოკლედ არის ესეთი კოგნიტური მეცნიერი დონალდ ჰოფმანი, მინდა რომ მისი მიგნებები განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და თქვენი აზრი მაინტერესებს პირველ რიგში ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თავაცობს მოკლედ კაცს ევოლუციურ არგუმენტებს და მათემატიკურად დაადასტურა ამ ადამიანმა, რასაც გულისხმობს, რომ რეალობა არ არსებობს. ეს იწეხის, რომ რეალობა საერთოდ არ არსებობს. და რეალობა არის მხოლოდ ის, რომ მე ჭიქას უყურებ და რო გავტრიალდები, ჭიქა არ არსებობს. ანუ ჩემ წინ ეხა რასაც უყურებ, მარტო ეს არსებობს და ჩემ უკან რაც არსებობს, ეს მხოლოდ ჩემი წარმოდგენაა, ჩემს უკან რაც არსებობს მაგაზე რა, ესეთ რაღაცას ამბობს. აღქმის ინტერფეისის თეორია არის რადიკალური და პროვოკაციული ჰიპოთეზა კოგნიტურ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. მოკლედ ეს კაცი არის მაყურებელისთვის ვამბობ, რომ ეს არის პროფესორი, არ არის უბრალოდ შარლატანი, რომელიც რაღაცებს უბალოდ ამტკიცებს. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დესკტოპის ეკრანი ეს არის ჰოფმანის ყველაზე ცნობილი ანალოგია. კომპიუტერის ეკრანი ჩვენ ვხედავთ ლურჯ ოთხკუთხედ აიკონს, რაც არის ხო ვთქვათ რაღაც ნებისმიერი, რომელსაც აწერია დოკუმენტი. ეს აიკონი მდებარეობს ეკრანის მარჯვენა კუთხეში. კითხვა არის ესეთი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თავად ფაილი კომპიუტერის შიგნით არის ლურჯი ოთხკუთხედი და მარჯვენა კუთხეში ზის. პასუხი არის, რომ არა, თქმა უნდა, ფაილის სინამდვილეში არის ელექტრონული იმპულსების და ბინარული კოდების, ანუ ერთიანების, ეს ნულიანების რთული ჯაჭვი და ჰოფმანის დასკვნა არის ის, რომ აიკონი არ გვაჩვენებს სიმართლეს, ის მალავს სიმართლეს. რომ დაგვენახა ძაბვები, მაგნიტური ველები, ჩვენ ვერ შევძლებთ კომპიუტერის გამოყენებას. აიკონი არსებობს იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ფუნქციონირებაში და არა იმიტომ, რომ გვაჩვენოს რეალობა. ზუსტად ასევეა ჩვენ აღქმაში 3D სივრცე. და ფიზიკური ობიექტები, მაგალითად მანქანა, მაგიდა, ჭიქა და ასე შემდეგ. და ესენი ყველაფერი არის დესკტოპის აიკონები, ამას ამბობს ეს კაცი. ისინი გვაძლევენ საშუალებას ვიმოქმედოთ, მაგრამ არ გვაჩვენებენ სამყაროს
ფუნდამენტურ სტრუქტურას ეს ამბობს. ასევე ეს ამბობს, რომ ევოლუციას არ ჭირდება, რომ გვანახოს რეალობა რა არის, ევოლუციას ჭირდება უბრალოდ რომ გადარჩეს, ხო, გამრავლდეს და გადარჩეს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მაგ პრიზმაში სამყაროს და რეალობა აბსოლუტურად სხვა რამე არის. აი ეს ამბობს ესეთ. ჰოფმანი ახლა გამახსენდა, რომ ჰოფმანი სწორედ ამასაც ამბობდა, რომ ეს იყო მისგან ეს რევოლუციური, რომ თქვენ რო გონიათ რა არისო ევოლუციის იმპულსიო, ეგ არ არის ევოლუციის იმპულსიო, სხვა რამეში არის საქმეო. ეს მაგალითი ახლა იმდენად ლამაზი არის და ცალსახა არის და ტრივიალური არის, რომ გასაგებია, რომ შენი აღქმის უკან რაღაცას უნდა ხედავდე. თუ დავბრუნდებით აი ამ ფილოსოფიაში ხა აშტავაკრიდან რახან წამოვედით, ხო? მე გეტყვით ეგეთ რაღაცას. საბოლოო წერტილი რო დაგანახოთ ახლა თქვენ შეიძლება გახვიეთ პირდაპირ აშტავაკრას ტექსტის ბოლო ფრაზაზე, რომ მაშინ რაღა არის სათქმელი. და მაშინ გამოდის, ახლა გახსნილი ტექსტით რო ვილაპარაკოთ. დროც არ აგვაქვს, რომ ახლა რაღაცა ლექცია თუ აქციოთ, ხო ეს ყველაფერი. მაშინ გამოდის, რომ მე ვხედავ იმას, რაც ვარ. და მე თუ რამეს ვხედავ ისეც, რომელიც არ ვარ, მე იმას ვერც დავინახავ. იმიტომ რომ მე რომ რაღაცა აღვიქვა, უნდა მოხდეს შეცნობის აქტი. და მე შემიძლია ვიცნო მარტო ის, რაც ვარ. უпростоად მე ვინა ვარ ამ შემთხვევაში ცნობიერება. ანუ ცნობიერება მარტო მოახერხებს თავის შემეცნებას. მე რომ გონია რომ ვიცანი, რა ვიცი მე რაღაცა პითაგორას თეორემა, მე რეალურად ჩემი თავი ვიცანი. პითაგორას თეორემა უბრალოდ ერთ-ერთი გამოხატულება არის იმ კანონზომიერების, რომელიც თავისთავად მე ვარ. ხო? თორე რეალურად პითაგორას თეორემა რო ყოფილიყო ტოპოლოგიურად სხვა რაღაცა ჩემი მეობისაგან ტრანსცენდენტული, მე საერთოდ შემეცნების აქტი ვერც უნდა მომეჭიდა ის. ანუ ის ისე ჩამიშხუილებდა გვერდით, რომ მე ვერც შევამჩნევთ იმას. მომყვებით ხო ის რამე, ხო? ამიტომ შეუძლებელია, რახან შემეცნების აქტი მოხდა, უკვე გასაგებია, რომ ჩვენ საუბრობთ პლატონისეულ ესე იგი გახსენებაზე, რომ გავიგე უდრის გავიხსენეს. ოკეი? აქედან გამომდინარე, მე რასაც ვაკეთებ, ერთადერთი არის ის, რომ მე ვიხსენებ ჩემს თავს. იმიტომ რომ სხვანაირად შემეცნების ტოპოლოგია არ იმუშავებდა. და ეხლა რომ გავიდეთ ბოლოში, მაშინ გამოდის, რომ ყველაზე ბოლო წერტილსაც, სადაც გავა ჩემი ცნობიერება, არის ის, რომ ის მიხვდება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იმეცნებდა თავის თავს და ყველაფერი, რაც ეჩვენებოდა მას გარეთ, თურმე ყოფილა თვითონ. და ეგ არის, ინდურად ამას ქვია ტატუ ამასი. ხო, როდესაც ჩემს შიგნით სამყარო და ჩემს გარეთ სამყარო ტოლია, ეს არის ჯანაკას იგავიც და ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ ეს იგავი გაიგე, ყველაფერი გაიგე, ესე იგი ბოლოში გასულ ხარ, ან შენ შეგიძლია თქვა, რომ ცოტათი კანტიანისეულად, რომ ორი რაღაცა რომ აკვირვებდა, მოვარსკვლავებით მოჭედილიცა და მორალი ჩემს შიგნით იგივე ყოფილა. რომ ფაქტიურად გამოდის, რომ მე კი არ ვხდები სამყაროში, არამედ ეს სამყარო ხდება ჩემში. ან უფრო სუფიურად ვიტყვი, რომ მე წვეთი კი არა ვარ ოკეანეში, ჩემშიდაც მთელი ოკეანეა. ხო, ან სამკვიდრო ჩემი არსად არ არის და ყველგან ჩემი სამკვიდრო არის და მე ხვდები, რომ ბიჭო, მე მგონი ესონი ყველა ერთ იგივეს ლაპარაკობენ. და მე ხვდები, რომ მოიცა და მოდი ფილოსოფიურად დავსვათ საკითხს. აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. იმიტომ რომ წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ვიღაცა ისეთ სამყაროში, რომელიც შენ არ ხარ, მაშინ შენ უნდა თქვა, რომ შენ ხარ მონა. და არა და ვინ იტყვის ახლა მონა ვარ? ხო, იმიტომ რომ ჩემი ცნობიერება შინაგანად არ მეუბნება, რომ მე მონა ვარ. ჩემი ცნობიერებას უხარია ყველა აქტი შემეცნების და თითქოს და მე შემეცნების აქტით ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვდივარ. ანუ ხვდებით ხო, მე ვაკეთებ მარტო შემეცნების სიხარულის დეშიფრაციას. მე ხო არ ვიყურები რელიგიურ ტექსტებში ან ფიზიკის ტექსტებში. მე მარტო კითხვას უსვავ ჩემთავს, რომ რატო მიხარია, როცა გავიგე. და თუ მე მიხარია, როცა გავიგე, ესე იგი რაღაცა ისეთი ტოპოლოგია ვარ მე თვითონ, რომ მე რომ შემეცნებულ მდგომარეობაში ვუბრუნდები ჩემს თავს და აი აქ თუ სიხარულით მთავრდება, მაშინ მე ყოფილ ვარ ეგეთი სტრუქტურა, რომ ვერ გამიგია, დამავიწყდავინა ვარ, წავედი, მოვტრიალდი, გავიგე, შემოვედი და გამიხარდა. აი ამ გზას და ამ თელ სტრუქტურას, ამ სამყაროს ქვია სამყარო და ქვია მე. ანუ რაღაც გაერთიანების აქტი შეგვიძლია უწოდოთ იმ ბოლო წერტილს, როცა შენ თავთან მიხვედი და თითქოს ისევ გაერთიანდი. ზუსტად ეგრე არის. რაღაც გახლეჩილი. თუნდაც სხვაგან მოგისვრით და გეტყვით, რომ აი ხა რელიგია ამას შეხედავს როგორც ინიციაციას, როგორც გაღმრთობის გზას.
და კარლ იუნგი ამას შეხედავს როგორც ინდივიდუაციას, ანუ საკუთარი თავის პოვნის გზას და მე კიდე გეტყვით რომ ორივე ერთი იგივე არის. ორივე ერთი. იმიტომ რომ საკუთარი თავის მიგნება ნიშნავს რომ საკუთარ თავში ისეთ რაღაცას მივაგენი, რომელიც ჩემშია და ჩემზე მეტია და ღმერთის დეფინიცია რა არის? ჩემშია და ჩემზე მეტია. აბა მე მგონი რუსული ის არ იყოს მულტფილმი აპამომანი აძენა. ხო, ეს კაცის მაგას იძახის საბოლოოში იმის დამტკიცება უნდა რომ ვუსმენდი პოდკასტში მაგას ამბობდა რომ ეხლა ვმუშაობ მაგაზეო უკეო რამდენი 24 წელია თუ რაღაცაზე ვმუშაობ მოკლედ რომელიც ამტკიცებს რომ ყველა ვართ ერთი ცნობიერების ყველაში დევს ერთი ცნობიერება ანუ ასე მგონია მე ვლაპარაკობ. ხო და ძალიან საინტერესო იყო რომ ვუსმენდი მოკლედ აი ყველგან ვუსმინე იქაც ალექს ფრიდმანთან ყველგან ვუსმინე და ხშირად ვიწერდი ხოლმე რეალურად ამით იმიტომ დავიწყე რომ ეს იყო ჩემი პირველი ანთება. მე დაგპატიჟებთ ესეთ საფიქრალში. წარმოიდგინეთ რომ ორი გულწრფელი ადამიანი გულწრფელად ბოლომდე ყველანაირი ინტერესის გარეშე, ყველანაირი მიკერძოების გარეშე, სრული ამოტრიალებულ მდგომარეობაში ერთმანეთს გულწრფელად უხსნის თავის შეხედულებას და ვერ უგებს ერთმანეთს. აი ეგ არის ჯოჯოხეთი. ეგ არის ჯოჯოხეთი. და ეგეთი რაღაც არ ხდება. ეგეთი რაღაც არ ხდება. გეთანხმებით აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, უკვე მტკიცება არის იმისი, რომ ცნობიერება ერთია. ხო, თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ყველა ერთ დღეს ოდესმე ადამიანები შეუძლიათ რომ მოვიხსნათ ყველაფერი. მარტივადაც გეტყვით. თუ ცნობიერება არ არის ერთი, თქვენ დღეს მე აქ არ დამპატიჟებით. იტყოდით რომ რავი იმას თავისი რეალობა აქვს და მე ჩემი რეალობა მაქვს და ამანებე თავი. სუსტად, კი, გეთანხმებით. ინტერესი არ იქნებოდა რომ არ ყოფილიყო იმპულსი რომ უცხოში დამენახა მსგავსი. ინტერესი თავისთავად რო გაშიფრო რა არის ინტერესი, ეს არის რაღაცა რაც განსხვავებულში მახსენებს იგივეობას. ჩემ თავს. Yes. რა საინტერესო. ეხლა თქვენ მაგალითად შეიძლება ბავშვი გითხოს, მაგრამ დავსვო, კარგით? აი თქვენ ჩემში ხედავთ თქვენ თავს? შეუძლებელია რომ არ დავინახო. აი ცოტა მიწიერად რომ მითხრათ, როგორ ხედავთ, აი რა შეხედავთ? მე ესე შინაგანად თქვენ იმაში სამყაროში რა ხდება, მე ამის ნათელხილველი არა ვარ, მაგრამ თქვენ რა კითხვებსაც მისვავთ, საიდანაც მოდიხართ, მე შემიძლია რომ მოვისროლო ჩემი თავი და განვიცადო ის მდგომარეობა, რომ აი თუნდაც აი ახლა რაღაცა ის წიგნი რო წაიკითხეთ ამ წიგში, რომ მაინც და მაინც მაგ თავს რო დაადეთ ხელი იქ რომ მოიძიეთ იქ რაღაცა სხვა კითხვები. ანუ მე შემიძლია რომ აი ამ ნუ თითქოს და როლში შევიდე, მაგრამ ეს როლი გამოგონილი როლი კი არ არის. შინაგანად ვიგზნო ეგ მდგომარეობა და შესაბამისად გაგიგოთ. ნახეთ, მე სად გავდივარ რომ რახან მე შემიძლია რომ გაგიგოთ უკვე დაალაგდა ტოპოლოგია. იმიტომ რომ ცნობიერება არ ყოფილიყო ერთი, შეუძლებელი იქნებოდა გაგება. მარტო იქნებოდა მოსმენა. კითხეთ კი პასუხეთ, მაგრამ მე თუ კითხვა-პასუხის მიღმა შემიძლია გაგიგოთ, მაშინ გამოდის რომ ტექსტი და ენა უბრალოდ ატრიბუტია იმისი, რომ გაგების აქცე გავიდეთ. და არა პროტოკოლი იმისი, რომ რაღაცა ინფორმაციის მიმოცვლა მოხდეს და მეტი არაფერი. გეთანხმებით. და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ აი ენა და ტექსტი რო არსებობდეს და ან ერთ სამყაროში ერთი არსებობდეს. გავუგებდით მარტივად ადამიანები თუ ისევ იმაზე გავდივართ რომ იმ ყველა ამ ადამიანმა ჩამოიშოროს ეს ამდენი რაღაც. მე მიყვარს ეს შედარება, რომ ესე იგი ასეთი ხედვა რომ სადღაც ზეცაში იყვნენ ღმერთები, რომლებმაც ჩაიხედეს ქვემოთ და დაინახეს რომ ვიღაცა ადამიანები გაეგოისტურდნენ და ამ ხალხმა თქვეს რომ წამო ეხა ჩვენ შეუვარდეთ იქ ღმერთებს და ავაწიოკოთ და ესე იგი წიხლის შევანგრიოთ 64-ის კარები. და ღმერთებმა იფიქრეს და ეხა ამ როგორ მოусვათ ეხლა ერთ ადგილზე ეს ესე იგი გაამპარტავნებული ადამიანებიო. და დასვეს ესეთი საკითხი რომ თუ შენ გამგები ხარ, მაშინ ამოდი. მაგრამ თუ შენ მარტო ვიცი ხარ, მაშინ თქვენ ერთმანეთს დახოცავთ. და ღმერთებმა გადმოუყარეს ამ ხალხს ენები. და ენა რა არის? ენა არის სიმბოლო, რომ ერთი და იგივე საგანს ქვია ორი სახელი. შენ მიხვდები მაგას, რომ ორი სიტყვა არსობრივად ნიშნავს ერთი და იგივეს. შენ რომ მაგას მიხვდე, მაშინ შენ უნდა იყო ისეთი მაგარი ტიპი, რომ ტექსტის მიღმა შინაარსი უნდა გესმოდეს. და შენ თუ ტექსტის მიღმა შინაარსი გესმის, შენ ომი არ დაგემართება. ომი ემართება მარტო იმას, ვინც ტექსტის მიღმა შინაარსს ვერ იგებს. და ამბობს, ჩემი ტექსტი ჯობია შენსას. ოხ, შე დამპალო შენა და გესვრი ახლა, იმიტომ რომ მე უფრო კარგი
კულტურა და ტრადიცია მაქვს ვიდრე შენ. და ამ დროს ესენი ერთ-ერთს ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ ცნობენ. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ღმერთებმა ბაბილონში ჩაუყარეს ვიღაცა ხალხს ეს რაღაცა ენები და იმათმა კოშკი ვეღარ ააშენეს და დაენგრათ თავზე ეს ყველაფერი. და ამ კოშკს ააშენებს მარტო ის, ვისაც შეუძლია ფორმის მიღმა გავიდეს შინაარსზე. ანუ გაიგოს ტექსტი. ანუ რასაც უყურებს ფორმა, იმის მიღმა ჩაწვდეს შინაგან არს, ანუ შინაარს. ეს ერთ-ერთი იმიდან მოკლედ ამ კაცის საუბრიდან მაქვს ამოღებული მისი სიტყვები, რომელსაც წავიკითხავ, იმიტომ რომ მე ისეთი ჭკვიანე როგორც ის და მირჩევნია რომ წავიკითხო ეხლა რას თქვით, ფაქტობრივად იგივე სიძახის ეს ადამიანიც რომ თუ მე ვფიქრობ რომ მე ვარ მხოლოდ ეს პატარა სხეული, მეტი არაფერი და ბოდიში და მეტი არაფერი ვარ ვიდრე ეს სხეული და ჩემი ცნობიერება და გამოცდილებები მეტი არაფერი არაა გარდა იმისა, რასაც ჩემი გონება გამოიმუშავებს. არ ვგრძნობ თავს დიდად, არ ვგრძნობ თავს მნიშვნელოვანად, სავარაუდოა რომ მჭირდება გავაკეთო რაღაც, რომ ვიგზო თავი უკეთესად, უნდა შეგედაროთ თქვენ და უნდა გავაკეთო რაღაც ისეთი, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენზე უკეთესად. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთში კონკურენცია, ანუ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ ერთმანეთში კონკურენცია, ეს კონკურენცია რაც ყრალდება ქვეყნებს შორის, რელიგიებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად ვინ ვართ, ჩვენ თავს გვგრძნობთ არასაკმარისად. თუ ჩვენ რეალურად მივხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, ჩვენი შექმნილია, ჭიქა რომელსაც ვხედავთ, მხოლოდ არსებობს, იმიტომ რომ მე მოვიგონე, ჩვენ იმ პრობლემებს, რაც სოფლიოში ჩვენ ვედრებით ჩვენს თავებს და სხვებს, ჩვენ გვაქვს ეგოები, ყველა ეგოსგან გაკეთებული საქმე აჩენს იმ პრობლემებს, რაც სოფლიოში გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვინ ვართ. შენ შექმენი ეს ყველაფერი, შენ არ გჭირდება ამის დამტკიცება და რომ ვინმეზე მეტი ხარ, იმიტომ რომ ისიც საკმარისად მაგარია, ვიღაც მასტერი, ესე იცახის ეს მასტერი. მათაც შექმნეს ეს რეალობა, რომელიც ახლა გვაქვს. მე და შენ ვართ ერთ რეალობაში, უბრალოდ მას ვუყურებთ ორი განსხვავებული თავის მოწყობით. headset, ესე იცახის, ორი სხვადასხვა ავატარი ვართ და გვაქვს ერთი საუბარი. შეიძლება ჩემგან დავამატო ერთი რაღაცა ხედვა ამას. მე რო დავჯდე ახლა და რაღაცაზე რო ვიფიქრო, რომ რა ვიცი, ახლა ის კამერა რო მიყურებს კამერა როგორ არის მოწყობილი და არ ვიცი როგორ არის მოწყობილი, მაგრამ ალბათ შიგნით რაღაცა სენსორი არის, რომელიც სინათლის ხივი რო დაეცემა, იქ რაღაცა ელექტროიმპულსი აღიძვრება და მოიცა, ეგ ახლა რაღაცა კრისტალებით არის თუ დენით არის, თუ მეტალის არის, თუ რაღაცა და რახან არ ვიცი და ამ დროს მინდა გაგება. მე ჩემს ტვინში გავაკეთებ ეგეთ რაღაცას, რომ მე მოვისვრი ჰიპოთეზებს. მე მგონი ესეა, ხო იცი? თუ არა, ეგრე არ არის ისია. და ანუ მე ერთდროულად მოვისროლე ორი დამოუკიდებელი აზრი, რომელსაც მევე ამ აზრებს მივეცი თავისუფალი ნება. იმიტომ რომ მე თუ ჩავერიე, მე თუ მინდა რომ რეალობა იყოს ისეთი როგორიც მე მინდა, მე იმას ვერასოდეს ვერ გავიგებ. ანუ მე ვამბობ, ბიჭო, ესე ხო არ არის. ხო არ მეშლება. მე თვითონვე ხო არ მეშლება ჩემ ახმაში. ანუ ეჭვი შემოდის. ეჭვი ნიშნავს, რომ მე ამოვინთავისუფლე, ანუ მე ჩემივე ცნობიერების ელემენტი გავუშვი გარეთ, ანუ ის ცნობიერების კითხვებს ვავს და ის ეძებს და ეს შემეცნების იმპულსი გააჩნია. მაგრამ დაივიწყა ვინ არის, დაივიწყა ვინ გამოუშვა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიუკერძოებელი ვერ იქნება და მიუკერძოებლობის გამო დავავიწყე ვინ არის მისი ავტორი. და ჩემი აზროვნებაში, ჩემი მოსწროლილი ჰიპოთეზა რეალურად არის ეგო. ანუ იმან უნდა მომიტანოს მე კონკრეტული პასუხი, რომ ესე ყოფილა აი იმ კამერაში რაღაც ესეთი ხდება. დამიდასტუროს. და თუ კი ესეთი მომენტია, რომ მე ვბადებ ბევრ ჰიპოთეზას და ვბადებ იმიტომ, რომ ეს ჩემი აზროვნებისთვის ფუნდამენტური რაღაც ატრიბუტი არის და მე ამითი ვაზროვნებ, რომ მე ვბადებ ჩემსავე თავებს ბევრ რაოდენობაში და თითოეულ ნაწილს ვაძლევ თავისუფლებას. ეხლა ეს ჰიპოთეზა მეორე ჰიპოთეზასთან კონფლიქტში მოდის, რა თქმა უნდა, მევე დავბადე ეს კონფლიქტურად, იმიტომ რომ მოიცა ესე ხო არ არის. არა, მე მგონი მეშლება, მე მგონი ეგრე კი არ არის. აი ესე არის, სულ სხვანაირად. მევე დავბადე ეს კონფლიქტი, ხვდებით? მაგრამ დავბადე იმიტომ რომ გავიგო ვინა ვარ. ოკეი? ეხლა გადავიტან და მაშინ ვიტყვი რომ აბა მაშინ ადამიანებიც ვიღაცა ერთმა ეგეთმა ხო არ გამოუშვა, რომ იმან გაიგოს ვინ არის. და შენ იფიქრე შენნაირად და მე ვიფიქრებ ჩემნაირად. შენ იქნები ქართველი, მე ვიქნები ზიმბაბველი, შენ იქნები ქრისტიანი, მე ვიქნები ვიღაცა ზოროასტრალი, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს რა. მანამ სანამ არ მიხვდები ვინა ხარ. ხო? და რახან ჩემს შიგნით
აბსოლუტურად მისაღები არის, რომ მე ერთდროულად ვიფიქრო თავისუფლად განყენებული ჰიპოთეზები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოხდეს შემეცნებითი აქტი, მაშინ ადვილად წარმოსადგენი არის, რომ რატო დედამიწაზე არის 7 მილიარდი ადამიანი თუ უკვე 8 მილიარდი ადამიანი, რომელიც განყენებულად ერთმანეთსაგან დაცალკევებულად ფიქრობენ თავიანთი სუბიექტური ინდივიდუალიზმებით და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ერთმა ცნობიერებამ გაიგოს ვინ არის. ეხლა აქ ალბათ ყველაზე ლოგიკური კითხვა არის, რომ ვინ არის ეს ერთი ცნობიერება. ის ხარ შენ, ოღონდ არა შენს ამ შენში არა ეგო იგულისხმება, არამედ ის მდგომარეობა, რომელიც ხარ შენ ეგო მოცილებულად. ანუ ქართულად შემიძლია ვთქვა მარტივად, რომ ეს არის შენი სინდისი. და სინდისი ჩვენ ყველას ერთი გვაქვს. ყველას 8 მილიონი ადამიანს. 8 მილიარდი ადამიანის სინდისი არის ერთი იგივე. და ეს სინდისი იგივე არის რაც ცნობიერება. ცოტა ხნის წინ ვთქვით, რომ ცნობიერება არის ყველასთვის ერთი, აი სინდისიც არის ერთი. რომ იყოს სხვანაირად, მაშინ გარდაუვალი ომი უნდა იყოს. გარდაუვალი ომი უნდა იყოს. კი, იმიტომ რომ მაშინ არსებობს ბევრი რეალობა და ბევრი სიმართლე და ბევრი სამართლიანობა. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად სამართლიანობა არ არსებობს. იმიტომ რომ ის ნებისმიერი სამართლიანობა შენი სამართლიანობა იქნება და არა the სამართლიანობა ინგლისურად ვთქვათ, ხო? ამიტომ გამოდის, რომ თუ ჩვენ რაღაცა ჩემში და თქვენში არის რაღაცა წერტილი, რომელთაც ვთანხმდებით, რომ აუ აბა, ჩემი კი მასეა და რაღაცა ერთიან სამართლიანობაზე გავდივართ, თუნდაც ეს სამართლიანობის პრინციპი იყოს ძალიან მარტივი, რომ მოდი რა სხვას ნუ გაუკეთებ იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო. ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ სიკეთე არის ის, რომ კამფეტი უნდა აჩუქო მეზობლის ბავშვს. არა, ჩვენ ფორმას არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აი პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მოდი სხვას ნუ გაუკეთებ იმას, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ, ამაზე თუ მეთანხმებით, მაშინ გამოდის, რომ რითაც თქვენ ამაზე დამთანხმდით, ის წერტილი იგივეა, რაც ჩემში. თუ გულწრფელად დაგთანხმდით. და თუ კი თქვენი გულწრფელობა და ჩემი გულწრფელობა ერთი და იგივე არის, მაშინ თქვენი თავადის ცნობიერება, რითაც მიხვედრის აქტს აკეთებთ და ჩემი ცნობიერება, რითაც მიხვედრის აქტს აკეთებ, ერთი და იგივე ყოფილა და მაშინ ტყუილა ვომობ საერთოდ. ხო. და ალბათ იმიტომ რომ ეგ დავკარგეთ, ან გზაში ვარ და ვეძებთ, მაგიტომ გვჭირდება სამართლის რაღაც კოდექსი, იმის კოდექსი, ამის კოდექსი. ანუ ყველაზე ლამაზ სიზმარში ალბათ საერთოდ არანაირი ყველაზე ლამაზ სიზმარში, ესე იგი რუსთაველურს მოუპარავ აი მხედვას, ყველაზე ლამაზ სიზმარში მგელი და კრავი ერთად ბოჯიალობენ იმაში აქ ბალახში და სიმწვანეში და არ ჯამენ ერთმანეთს. ხო. მტრობა არ არსებობს, მტრობა არის დაძლეული. იმიტომ რომ, როდესაც მე ვუყურებ სხვას, მე ვხედავ ჩემს თავს. აი ეგ არის ტატუ ამას. ხო, და ანუ აი მანდ არის ხოლმე ყველაზე მეტად რაც ადამიანებს გვიჭირს რომ გავიგოთ, როცა ვამბობთ ხოლმე რომ მკითხველობთ წიგნებში ფილოსოფოსები ამბობენ რომ შენი მტერიც შენ ხარ. კი. ხო. კი. და ეგ არის ხოლმე სიგიჟე, მაგ დროს ხდება რომ როგორ რუსეთი ვარ, პუტინი ვარ, რაღაცა ეგ. კი, რუსეთიც ხარ, პუტინიც ხარ, ადოლფიც ხარ და რავი ნაპოლეონი ყველა უბედურება, ვინცაც დადებ მაგიტაზე ყველაფერი შენახარ. და გარდაუვალი არის ეს. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აზროვნება არ ხდება. მეცაც გეტყვით აქ დაპირისპირება ხდება იმაში, რომ ჩემს წინ, როდესაც არის რაღაცა ამოუცნობი, მე არ შემიძლია რომ გავწელო დროში გაუგებრობა. და ამიტომ მე ეს სივრცე რომ ამოვწურო, მე ან ნასესხები ცნებებით გავაგზელებ ცხოვრებას. და ამ შემთხვევაში მე ფუნდამენტალისტი ვარ, ვიღაცის მჯერა. ან მე ვიტყვი რომ საერთოდ არ არსებობს არც ერთი ისა და რისი ხოშიც მაგ ის არის. ხო. აი ყველაზე დამიწებული სიტყვებით რო ავხსნათ, თუ შეგვიძლია, რას ნიშნავს რომ მე ჩემი მტერიც მე ვარ? ჩემი მეზობელიც მე ვარ? აი ხა რაც თქვი, 2 დღის წინ ესეთი ფოტო გაჩნდა, რომელმაც წაიღო მთელი სოციმედია, გოგოროს სიგარეტს რო უკიდებს ირანის პრეზიდენტის და ეს კაცი, ეს აიათოლა არის სიმბოლო იმისი, რომ ჭეშმარიტება მოცემულია წინასწარ და ესია და всё. ანუ ფუნდამენტალიზმის პრინციპი არის. და მეორე მხარეს არის, ესე იგი, ფაქტობრივად აღვირახსნილი ეგო, რომელიც ამბობს, რომ რეალობა არის ისეთი, როგორიც მე მინდა. და ამ დროს ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ არის ის, რომ რეალობა არის ცეცხლი. რომელიც არის ამათ შორის და ეს არც ერთია და არც მეორე არის, ეს არის რაღაცა შუაში და იმას მაზავთ. ვაუ. ცოტახანი ხა ძალიან გააზრება მჭირდება მაგის.
იმიტომ რომ რეალობა არ დგინდება შენი ხოშით და რეალობა არ დგინდება ვიღაცის მცნებით. რეალობა დგინდება იმით, როდესაც შენ განათება მოგივა ტვინში, გაგების აქტი მოხდება და გეტყვი, რაც გაიგე ის ხარ, რაც იცი ის არა ხარ, რაც გინდა ის არა ხარ, მარტო ის ხარ, რაც გაიგე. ხო. ვანდა იმაში ზითარდაში ეს ისტორიაც ხო თავიდან ბოლომდე მაგაზე დგას რა, რომ ყველაფერი იმაშიც გაიარა, ამაშიც გაიარა, ყველაფერი უარყო და ბოლოს სადღაც გაიგო ხის ცირშდაში და გაიგო და მაშინ განათდა. ანუ რეალობა არც ისაა, რასაც მე მეუბნებიან ვიღაცა ბრძენი ხალხი და გარედან ვერ მოვა ჭეშმარიტება. და რეალობა არც ის არის, რაც შენ შიგნით ესე იგი ცოცხლობს და ცხოვრობს როგორც ჩემი სურვილები. არა, ის უნდა იყოს ერთდროულად ჩემში და ჩემზე მეტი. ანუ ის უნდა იყოს ჩემში, მაგრამ არა ჩემი სურვილი, არამედ ის რაც ვარ. და ამ დროს ის რაც ვარ, მე არ შემიძლია ის შევცვალო, იმიტომ რომ ის უკვე ვარ. ანუ ის ჩემ სურვილზე მეტი არის. ანუ გამოდის რომ ორი პირობა უნდა შესრულდეს, რომ მე გავიდე რეალობაზე. ერთის მხრივ ის უნდა იყოს ჩემში, ანუ იმანენტური უნდა იყოს. და მეორეს მხრივ უნდა იყოს ტრანსცენდენტული, ჩემზე მეტი უნდა იყოს. და ეგეთი მე რომ მკითხოს კაცმა მარტო სინდისია, მეთქი ვიძახი. ეგ არის ის ნათელი წერტილი. დანარჩენი ან გარედან მოსული აიათოლა, ან ჩემი ხოშია. მაგრამ ახანდახანა ეს ბევრჯერ მომისმენია თქვენი ლექციები მაგ სინდისთან დაკავშირებით და მომფიქრება ხოლმე რომ ახანდახან ეს სინდისიც ხო არ არის თავზე მოხვეული? ხანდახან კი რომ არის 90%-ში არის და ეგეც თქვენი ამოცანაა რომ ეგ გამოიჭიროთ, უშპიონოთ თქვენს აზროვნებას და მიხვდეთ რომ ის რაც გეგონათ რომ გუშინ იყოს სინდისი, თურმე იმაშიდაც კიდე კარგი მიწისძვრად კითხვები არის შესატანი. მაგრამ თქვენ ხო ამას მაინც იმიტომ აკეთებთ რომ მიხვედრის აქტი გააკეთოთ. თქვენ ხო რწმენა იმისი რომ თქვენ ამას უნდა მაინც მიხვდეთ. იმას რომ ვერ ხვდებოდით, ეგეც ხო თქვენი მისახვედრი არის. თქვენ ხო არ გააკეთებთ ნახტომს და ფარხმალს არ დაყრით და იტყვით რომ ოხ სად შემიძლია მე მაგდენი ფიქრი მოვიდეს კაცო ის აიათოლა და იმან მითხას როგორ არის. ხო არ გააკეთებ მაგას. ხო? ამიტომ შენ იტყვი რომ მოდი რა არ მინდა ეს აიათოლა. აი დამტოვე სივრცეში სადაც მარტო მე ვარ. ამ სივრცეში რას გააკეთებ? რისი ხოშიც იმას გააკეთებ, მაგრამ მე მიხვდები რომ ხოშით ვერ იქნება სამყარო და ხოშს რო გადგავ მე უკვე, აი რაც დარჩება მარტო ის დარჩება რომ ეგა ვარ, რაცა ვარ და მე სხვანაირად არ შემიძლია და ეს აღმოჩნდება რომ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება საერთოდ არც აპირებდი რომ აქ გამოსულიყავი. და შენ აღმოაჩე რომ მოიცა ერთი წამეთ რა, ძალიან გულწრფელად რო გითხრა, მე არც ისეთი ვარ, არც ასეთი ვარ. გარეთ შემიძლია ესეთიც ვიყო და ესეთიც ვიყო, მაგრამ მართლა როგორი ვარ? აუ მართლა მე მგონი წვეთი ვარ და შიგნით მაქვს ოკეანე. ხო, აი ეს არ არის ადვილი გასაგები, ხვდებით? ამას გარკვეული სიმწიფეც უნდა. ეხლა მე მესმის პოდკასტში ვარ, გვისმენს ხალხი, ვიღაცა მიგვაწერს, ვაიშეს პატრონს წინ გაიხედე. რას ეწევით? ხო, გასაგებია, მაგრამ რეალურად აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ შენ გაშიფრავ საკუთარ ცნობიერებას და აზროვნების პროცესს, მაშინ შენ მიხვდები, რომ შენ პიროვნულად ვიღაცა ანდრო კი არა ხარ, შენ ხარ თვითონ შემეცნების პროცესი როგორც ზმნა და შენ არა ხარ არსებითი საგანი, შენ ხარ ზმნა. შენ მანამდე ხარ, რამდენადაც ეს ზმნა ზმნობს. ანუ სადაც შემეცნების პროცესი არის, მანამდე ხარ. როგორც კი შემეცნების პროცესი აღარ იქნება, უკვე აღარ ხარ. დროდის მომთავრდება. ეს გავედით ახლა ფიზიკაზე და სხვა იმ დამკვირვებლის ეფექტზედაც გავედით. დროდის მომთავრდება შემეცნების პროცესი? კი მთავრდება. თქვენ მაგალითად დამთავრეთ? არა, აქ მაგაზე არ არის საუბარი. აქ ძალიან ფილოსოფიური პასუხი მაქვს მე ამაზე. იმიტომ რომ როდესაც თქვენ სვავთ კითხვას, როდემდე ამ კითხვაში გულისხმობთ თქვენ იმას, რომ ყველაფერზე მაღლა არის დრო. და მე ვამბობ, რომ არა ცნობიერება დროზე უფრო მაღლა არის. და თუ ცნობიერება გავიდა წერტილზე, რომ იმან გაიგო ვინ არის, მაშინ ის მიხვდება, რომ დრო შეიქმნა იმიტომ, რომ ეს აქტი მოსულიყო. ამიტომ არის მდგომარეობა, რომელსაც ქართულ, ასე ვთქვათ, მითოსში თუ ლიტერატურაში ქვია უჟამო ჟამი. ანუ პასუხი კითხვაზე, როდისმე დადგება თუ არა, ანუ რა ხდება იმის მერე, რაც მე გავიგებ, ან შევიმეცნებ. პასუხი არის ასეთი, მერე აღარ იქნება მერე. იმიტომ რომ მაშინ უკვე გადიხარ დროის მიღმა. მამარდაშვილი გეტყვის, რომ თუ შენ დროს გადაზომავ X ღერძეო, შემეცნება უნდა გადაზომო Y-ზეო. იმიტომ რომ შემეცნება დროში არ ხდება. ის სხვა თავისი დრო აქვს, არის ისტორიის დრო და არის აი შემეცნების დრო არის და აი მაშინ გამოდის რომ ბიჭო თუ აქ გავედი, მაშინ აქედან რო შევხედო, მაშინ ეს საერთოდ ფანტომური გამოგონილი დრო არის. მაშინ ეს დრო ილუზია არის.
რომელიც მე მომეცა, როგორც თქვენ აღწერეთ, რომ ეს იკონკა მომეცა, იმიტომ რომ გავსულიყავი და შემეცნებით აქცე გავსულ, თორე ეს იკონკა თავისთავად ილუზია არის. დრო და სივრცე ერთ ჩვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო ილუზია, რომელიც იყო საჭირო ილუზია იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი ვინა ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ ხვდებოდი. ეს კაციც მაგას ამბობდა, რომ მე მგონი თქვენ დიდი სიამოვნებით მომისმენთ თქვენ თქვენ ორი სამუდამოდ. ტავტოლოგიის ამბავი იქნებოდა იქ ალბათ. ხო, აი მაგას ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც დრო და სივრცე რაც არის ალბათ ყველა ფუნდამენტი, ხო, ფიზიკის ესე ვთქვათ, რომ ვიტყვით, რომ მაგის იქით კიდე არის რა და ეგ მართლა გამოგონილი არის იმისთვის, რომ მოდით ცოტა პოეტურად შევხვდეთ ამას. წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა დიდ ხანი გაცოცხლოთ და გვტებით. ხო. ამ დროს ის ღრმა მოხუცებულობაში ხარ. მთელ შენს ცხოვრებას უყურებ როგორც რაღაც ერთ წამს, იმიტომ რომ იმიტომ რომ ცხოვრებაზე რო ფიქრობ, ამას ხო დროში გაწელილად არ ფიქრობ. აი უყურებ ცხოვრებას როგორც აი ვიცხოვრე. და შეიძლება კითხვას სვაო შენ თავთან, რომ რამდენი კი ვიცხოვრე და რა გავიგე. და შეიძლება თქვა რომ ავიცი რა არის, აი ყველაფერი რომ დამფერთხო ხა, აი რაც ვიცი, რაც მაქვს, სახლი, ქონება, ნათესავება. აი ბოლო რაც დავრჩები, აი ამ ცხოვრებაში რაც აი რის გარეშე და შემოვედი და რითაც მე გავდივარ, ანუ რაც მე გავიგე, აი გავიგეს აქტი რაც მოხდა ამ ცხოვრებაში, შეიძლება იყოს რაღაცა თითზე ჩამოსათვლილი რაღაცა წერტილები და შენ ამბობ რომ ბიჭო, აი ამის გამო მოხდა ის, რასაც მე ვეძახი ცხოვრებას. და როდესაც შემოვდიოდი, იქ არ იყო დრო და სივრცე. და როდესაც გავდივარ, არც იქაც არ იქნება დრო და სივრცე, მაგრამ დრო და სივრცე მე მომეცა იმისთვის, რომ ამ სამ წერტილზე გავსულიყავი. და მე მგონი ეგ ყველაზე ჯანსაღი ხედვა არის იმისი, რომ აი დრო და სივრცე არ არის რაღაცა, რომელიც ყველაფერ ამაზე უფრო მაღლა არის. არა, დრო და სივრცე იქმნება იმისთვის, რომ მოხდეს გამრუდება და ჩატრიალება და სარკეს ჩახედვა. ნუ მოხდეს გაგების აქტი. გაგების აქტი. ხო. ძალიან საინტერესოა. ან მე სიამოვნებს და აღფრთოვანებული ვარ იმითი, რომ სულ სხვადასხვა მიმდინარეობის ხალხი არა მარტო რელიგიის, არა მარტო აგერებთ ფიზიკაზე ვსაუბრობ და ფიზიკოსები გადიან იგივეზე და გულში ვფიქრობ, რომ რა ლამაზია. ძალიან. რა ლამაზია, რომ აი ეს ხალხი აბსოლუტურად დამოუკიდებლად არანაირი ინტენცია არ იყო, რომ მოდი იმ წერტილზე გავიდე რა, რომ იმას დავემკვანო. არა, სრულ დამოუკიდებლობაში, ოღონდ პატიოსნებაში. გადის წერტილზე, რომელიც ხვდები, რომ თითქოს და თავიდანვე მოცემული იყო, რომ აქ უნდა მოსულიყავი ჯიგარო. ხო. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ხო არის, რომელიც ფაქტობრივად ამ ყველას არც ფიქრობს. არც გაგების აქტი რა არის. ანუ შეიძლება არ ფიქრობს და გაგების აქტს არ ქმნავს კი არა. ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობს, სამსახური სახლი, რაღაცა და ეს გაგების მნიშვნელობა არა აქვს მისთვის რა. თუმცა შეიძლება დგება რაღაცა მომენტები ცხოვრ. ანუ რისი კითხვა მინდა ისეთ ეგ ყველა ადამიანის გზა არის? საბოლოო ჯამში ალბათ კი. თუმცა მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა ადამიანი უნდა გაფილოსოფოსდეს. ან ამასაც მეგობარი მეუბნება, მაიმე მე ხო იცი მე ფილოსოფიისგან შორსა ვარ. და მეოთხე რით წამით რა, საკუთარ აზროვნებაზე გიფიქრია? კიო, ამაში ფილოსოფოსი ხარ. ნახეთ, აქ არ ვსაუბრობ ჩვენ იმაზე, რომ პროფესიით რა იყო, შენი საქმიანობა რა იყოს. შეიძლება პოეტი იყოს, შეიძლება მეცნიერი იყოს, შეიძლება მღვდელიც იყოს, შეიძლება რა ვიცი, რაც კიდე თქვი. მაგრამ ყველაფერ ამაზე მაღლა არის აზროვნების პატიოსნება. და პატიოსნებას არ აქვს პროფესია. შეგიძლია თქვა, რომ მოდი იცი რა არის, პოდკასტ წავიყვან და ვიქნები ჩემს აზროვნებაში პატიოსანი. აი კითხვას რომელსაც დავსვავ, ვიქნები პატიოსანი, რომ ის კითხვა მართლა უნდა მაინტერესებდეს რა, აი გარედან მოტანილი კითხვა არ იქნება რა. და უცებ მე მიხვდები, რომ ეს პატიოსნება რაღაცაზე ჩამოკიდებული კი არ არის, თავისთავადი არის. და გამოდის ეგეთი რაღაცა, რომ მაშინ ხათრის გამოარაკეთებ, წინასწარი გათვლის გამოარაკეთებ, მაშინ მარტო მიყვები პატიოსნებას. და პატიოსნება თუ გაგიყვანს იქამდე, რომ ყველა სხვადასხვა სფეროში არსებული პატიოსანი ადამიანი საბოლოო ჯამში ერთ ხედვაზე გავიდა, მაშინ გეტყვი, რომ სულ ერთი არ აგზეთებული. აბსოლუტურად შინაარსობრივად იგივე გზას გადიხარ.
მაგრამ ფორმალურად შენ შეგიძლია რომ საერთოდ სხვა გზაა. სანამ შენ ფორმასთან აიდენტიფიცირებ შენს თავს, შენ სხვა ფორმის გზის ადამიანი მტრად მოგეჩვენები. აუცილებლად. ხო? დამპალე ვერ ვიტან მარკეტინგში ვინც არის, მე IT-შნიკი ვარ, ეს IT-შნიკები, დამპლები, ხო ხტები, ჰუმანიტარი ტექნოკრატს ვერ იტანს ტექნოკრატს და ასე შემდეგ. და ამ დროს მე შემიძლია ვთქვა ფილოსოფიურად ესეთი რაღაცა, რომ იცოდე რომ ვისაც ვერ იტან, ეგ არის ყველაზე უმოკლესი გზა რომ მიაგნო შენს თავს. ზუსტად. აი 1000% გეთანხმები და სრულად ვატარებ ჩემი ბოლო დროინდელი ცხოვრების მიგნებებით მაგას რა. აი ყველაზე დიდი დაკვირვების ამოცანის, ამოხსნის და ნატურის ანთების თავში მომიტანა მაგან და საკუთარ თავთან, როცა მივხვდი რომ ადამიანები რომლებიც მაღიზიანებენ, თუ მაღიზიანებენ, ეგენი არიან ჩემი სარკეები და მათში მაღიზიანებს მხოლოდ ის, რაც გამაღიზიანებს მე ჩემ თავში. სულსაც ეგრეა. ხო, აი იმიტომ რომ ის თუ თქვენ გადახარშული გაქვთ, გაღიზიანება არ იქნება. იქნება ის რომ დედარადებილობაა, მაგრამ გაღიზიანება არ იქნება. კი, ანუ უფრო მე დავარქვი მაგას სულ ერთია. ანუ ის რომ თავიდან მქონდა, ეხლა გულწრფელად გეტყვით რა, თავიდან მქონდა რაღაც ადამიანები რომ მაგიზიანებდნენ, მქონდა რომ აი ეს რაღაცა რო წავიკითხე და მოდი ხა კარგი ვუსურვო და ეს ყველაფერი შეიცვლება და რაღაცა სამყაროს დავატრია და მე გავჩერდი რომ მეთქი რა კარგი უსურვო, არ გრძნობ მაგას და რა თამაშობ, რას ნიშნავს უსურვე ის, რასაც შენ თვლი რომ უნდა უსურვო. მაგრამ მიმიყვანა მე მაგასთან და ერთ დღეს რო დავჯექი, აი მაგ ყველა ფიქრები მქონდა, გავჩერდი და რატომ აღიზიანებს ახლა ეს მე? იმიტომ რომ მე ვარ ეგეთი, იმიტომ რომ ეს ის არის, რასაც მე ჩემ თავში არ ვუტყდები ჩემ თავს რომ მე ეგეთი ვარ და კი. აი ეს შიგნიდან წამოვიდა რომ კი ეგ არის და უცებ გახდა სულ ერთი. ის ადამიანი რომელიც მაგიდონდა სულ ერთი. ანუ არც კარგი მინდოდა არც უნდა სულ ერთი იყო, ის არსებობს და კარგი ალბათ რო არსებობს, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი, ანუ შეგრძნებებს აღარ იწვევს ჩემში რა. ანუ ეგ აი მანდ ადრე მქონდა ხომ რა ყველა მიყვარს თუ რაღაცა რა ეგეთი ის რა. მაგ წერტილს ქვია რომ ადრე მინდოდა რომ შემეცვალა სამყარო და ეხა მარტო ჩემ თავს უცლიო. იმიტომ რომ ადრე იგლიჯებოდა აი ეს რატო ხარ ესეთი ისა უნდა შეიცვალო, რატო რომ სამყარო იყოს უკეთესი და ეხა ხვდები რომ ეგ ყველას თავისი გზაა გასავლელი და მე იმის კონტროლიც არ შემიძლია გავაკეთო, ვინ რა სისწრაფით გაივლის ამას. ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო, რა ვიცი, აი პოდკასტში დამიძახებ და მკითხავ და გულწრფელად გიპასუხებ, რასაც ვფიქრობ და თუ ვიღაცას გამოადგება, ხო კარგი და თუ არ გამოადგება და არც იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ ვიღაცას შეიძლება ეს რამენერად გამოადგეს. ზუსტად, აი 100% გეთანხმები, თო ეს ჩემ ბონდროინდელი მიხვედრა არინა. ხო, ესე იგი ნიშნავს, რომ საერთოდ სურვილებზე ვარს ამბობ. იმის სურვილზედაც ვარს ამბობ, რომ რაღაცა გეშველოს, ან ვიღაცას უშველო. აი მაგასაც რო ხელს გაუშვებ, მე მიხვდები, რომ უკვე თავისუფალი ხარ იმ გაგებით, რომ რა ეთქობა სამყაროს გასავლელია, აი ეს ომებიც, რაღაცა გაუგებრობებიც, მტრობაც რაღაცები. რატო? იმიტომ რომ აბა სხვანაირად ვერ გადის ეს ხალხი ამ შემეცნების ტოპოლოგიაზე და იძახი, ახლა შენ ტატუ ამაზე და ვერ გადის და უნდა დახოცო, დახოცეთ მაშინ რა. ხო, აი ეჩემ ეს ამ ყველაფერს ამ კაცის ამდენ იმას რო ვკითხულობდი, რომ ეს ჩიქარი ხსნი და ჯეტია ეს მაგალითი უყვარს ამას ძალიან, რომ მუსტანგს უყურებ, წითელი მუსტანგი არის, მოუბრუნდები და აღარ არის, ხო, მუსტანგი რა და თუ მე ჩემ რეალობას ვქმნი. და აი ეს რეალობა ყველაფერი ჩემი შექმნილია და მოვიგონე სამსახური, რომ მემუშავა და ფული გადაეხადა ჩემთვის. მე ფული გადამეხადა ვინმესთვის რომ საჭმელი მეჭამა, სახლი მქონოდა, რაღაც წვალებაში შევსულიყავი. მე მოვიგონე რომ ომი ყოფილიყო, იმიტომ რომ არ ვიცი რატო და კითხვა ეგ მქონდა პირველად რეალურად, რომ მაშინ რატო მოვიგონე ეგ ამდენი ცუდი რაღაც. თუ მევიგონებ ამ რეალობას, ეს ცუდი რატო მოვიგონე? ეგ არის ჩემი შინაგანი იმ რაღაცის. იმიტომ რომ თქვენ იმ მდგომარეობით საიდანაც დაიწყეთ ეს ყველაფერი, თქვენ ვერ იგებდით ვინ იყავით და რანაირი იყავით. ეს ყველაფერი დაიწყო იმიტომ რომ ცნობიერებამ ვერ გააცნობიერა თავის თავი. და რეალურად თქვენ თავს ჩაუწყოთ ეგეთი რაღაცა რომ მოდი ახლა მე დავიბადები და მე მექნება კუჭი. და ამ კუჭს დღეში 3 ჯერ მოუნდება რომ ჭამოს. და იმისათვის რომ მე ვჭამო, მე დამჭირდება ფული. და იმისათვის რომ მე მქონდეს ფული, მე დამჭირდება რომ გავყიდო რაღაცა. და იმისათვის რომ მე რაღაცა გავყიდო, მე რაღაცა უნდა შევქმნა, არ ვიცი პროდუქტი, არ ვიცი სერვისი, მე უნდა სხვას გამოვადგე. აი ესეთი ტოპოლოგიაში ჩავიგდებ ჩემს თავს. რატო? იმიტომ რომ ეს კუჭი არ იყოს, მაშინ მე უბრალოდ ქვასავით ვიდებოდი სადღაც და უბრალოდ ვიქნებოდი, მაგრამ მე ვაძალებ ჩემს თავს იმას, რომ მე ვეხახუნო სხვას და ამ ხახუნში
შევქმნა რაღაცა, რომ მე შენ გამოგადგები, მე შენ გაპოვნინებ შენ თავს და შენ მე მაპოვნინებ, შენ ჭია მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ. აი ეს თემა არის, ხვდებით? და ეს ტოპოლოგია იმ ცნობიერებამ ბოდიში და გაუჩალიჩა თავის თავს. უბრალოდ თქვენ ამ გაჩალიჩებული ტოპოლოგიის ერთ-ერთი მხარე ხართ, რომელსაც დავიწყებული აქვს მეორე ნაწილი და ამბობთ, რომ რავი რაღაცა უბედურებაში ვარ და მე ხა ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ პური ჭამო რა, თორე ისე საერთოდ ეხა რომ ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიждებოდი ეხა და კარგად ვიქნებოდი წყნარად რა. მაგრამ რეალურად არის ერთი რაღაცა, რომელსაც თქვენ ვერ გააჩერებთ, ეგ არის შემეცნება. მაშინ გამოდის, რომ გამოსავალი არის ერთადერთი. რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ვჭამო, ის უნდა ვაკეთო ცნობიერად. ოკეი? ანუ გამოდის, რომ მე ჩემს ქმედებაში ამ რაღაცა ფულის გამო კი არ უნდა ვაკეთო და რაღაცა კაი ცხოვრების გამო კი არ უნდა ვაკეთო უმეოდ, არამედ მეთი უნდა ვაკეთო. იმიტომ რომ როგორც კი მე იმას გარე რაღაცას არ გავაკეთებ, მე მშიერი დავრჩები. ხო? ეხლა ყვები იმას რა ქვია, კარმა იოგა არის ესეთი ინდური ამბავი, რომ ესე იგი არ იმოქმედებ, მშიერი დარჩები. იმოქმედებ, შანსი გაქვს, რომ ესე იგი გაითქვიფო გარეთ და შემეცნებითი ნაწილი არ ქონდეს. აბა რა ვქნა? ორივე უნდა აკეთო ერთდროულად. ანუ ცნობიერად უნდა აკეთო. კარმა იოგა რო წავიკითხები როდ, მაშინ ძალიან განათდა ჩემ ტვინში რა ეგ და მაშინ პირველი ძვრა მოხდა, რომ აი რასაც ვაკეთე, მე სხვა სფეროში მოვაწავ, საერთოდ ჟურნალისტიც არ ვარ პროფესიით და კამერასთან პირველად დავჯექი 1 წლის წინ, მაგრამ მქონდა რომ და ეს საქმე რო დავიწყე, მაშინ დაკავშირდა ეგ ყველაფერი, რომ ჯერ დაკავშირდა ის, რომ დავიწყე რაღაცის კეთება ისე, რომ ამონაგებს არ ველოდებოდი იქიდან რა მექნებოდა. მივხვდით რას, აი პოდკასტი რავია, იქ მე ფულს ვიშოვიდი, მაყურებელს მოვეწონებდი, subscriber-ი მეყურებოდა თუ რაღაცა, საერთოდ არაფერი მექნება, უბრალოდ მინდოდა საუბარი ადამიანებთან ასეთ თემებზე და დავიწყე პოდკასტის კეთება, იმიტომ რომ სხვა შანსი არ მქონდა, რომ ამერიკა თქვენ და ყავას დაკვედიოთ, მოდით მელაპარაკეთ, ხო არ მოხვიდოდა თქვენ ჯენდა. ხო ხდები. ხო და აი მაგან ძალიან დაალაგა ჩემთვის კარმა იოგის ცნებამ. აი მანდ მოხდა ზუსტად შემეცნების აქტი, რომ წავიკითხე და მე ჩემი ცხოვრებით გავატარე ყველაფერი რა. კარმა იოგას მთელი ვიტამინი არის იმაში, რომ საბოლოო ჯამში გადიხართ წერტილზე, რომ შრომობთ და არიღლებით. ზუსტად. სულ მაგას ვიძახი, 24 საათი ვაკეთებ პოდკასტს, მართლა 24 საათი არ ვიტყუები. ნუ რა მომენტიც მძინავს 24 საათი არ გამოდი. ერთი წამით არ ვგზნობ დაღლას. და აი სამოგზაურო ადრე თუ იყო რომ სამსახურში შვებულებას ვინმე მწერდა საქმეზე და ნერვები მეგლიჩებოდა და ეხლა არის რომ მოდით კიდე გავაკეთოთ აბა რა დღეში 2 ერთ მოგვინდა ხო? და მეორე რაც არის რომ თუ კი ადრე ამას აკეთებდი იმიტომ რომ მე წასულიყავი დაგესვენა ეხლა ამბობ რომ ადებილობაა რას არის დამესვენა და მაგრამ 7 საათამდე სხვა ცხოვრობით ვიცხოვრო მე სხვა ცხოვრებით თუ ძმახარ ჩემთვის არის ეს და მე ამითი ვისვენებ ამითი ვიღლები და რა სასიამოვნოდ ვიღლები და რომ წავიდე დასასვენებლად იქაც ამაზე ვიფიქრებ იმიტომ რომ ეს არის ჩემი ჰაერი ეს არის ჩემი ზუსტად ეხლა მივიდივარ და სადაც შენი გულია ეგ შენი საუნჯიარიო ხო კი ეხლა მივიდივარ ინდოეთში ვიპასანაზე და ხო და იქაც ხო არ მექნება არაფერი ეს მოწყობილ იქ ვის გადავაბარო ხა სწორად იქ რო ვერ შევალ მე რაღაცას რო ვერ ვნახო ეს მაგ მაინც რომ ეს შემდეგ კითხვა რაც მაგ არის ესეთი ხა რაც გამიშდა რომ მოვკვდებით რა ხდება სადმე ისნობიერება მე არა ვარ ის ადამიანი ეგ რო უნდა მკითხოთ რა ვიცი მე რა ჯანდაბა ხდება რომელი ნათელმხილველი მე ვარ ეხა წინა ცხოვრებები გავიხსენო და ის გავიხსენო სანამ დავიბადებოდი სად ვიყავი ან როცა მოვკვდი როცა და ისიც თუ მოვკვდი სად ვიყავი არ ვიცი მე მაგაზე პასუხის გამცემი ადამიანი არა ვარ მაგრამ მე ჩემ თავს ვეკითხები ასეთნაირად ბიჭო დაანები ამ ციკლს თავი და როგ დაგეძინა სად იყავი და მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ბიჭო რაღაცები მესიზრებოდა რაღაცები იმ რაღაცა სიზმრებში და ისიც ვერ გამირკვევია მე მოვისურვე რომ ესე დამსიზრებოდა თუ თავისთავად დამესიზრა რაღაცა სიმბოლოები არის მეხსიერებიდან ამომეყარა ეს ყველაფერი თუ ამ ყველაფრის მიღმა კიდე რაღაცა საზრესი არის ფაქტია რომ ვიღვიძებ მე მიკვირს რაღაცა წამნახევარი მიკვირს რომ ლოგინში ვარ ხო იმიტომ რომ როგორ შეიძლება ამხელა ესე იგი ნახტომი იყოს ჩვენ ამითი დავიწყეთ ეს მომენტი რომ იმდენად ცხადად შეიძლება განიცადოს სიზმარი რომ მე 3 დღე დაგჭირდეს იმის აზზე მოსვლაზე რომ ის იყოს სიზმარი და არა რეალობა და ეს მეტნაკლებად ჩვენ მოგსვრია ხო ამიტომ დაანებე მაგაზე თავი რომ რომელი არის რეალობა იქ სადაც ხარ იქ რა არის რასაც ნამდვილად აღწერ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში
აი ამ ყველაფერსედაც ფარ დაეხტება და მიხვდები რომ ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო. და მაგაზე ნუ დარდობ რომ ეს ყველაფერი თავიდანვე შეგიძლია რომ განეწყო, მაგრამ რომ კი ეს ყველაფერი არის სპექტაკლად ჩაწყობილი. უარესეც ჩემივე ჩაწყობილი არის. ეხლა მითხარი მე რა ხდება? ხო, ამიტომ კითხვა იმაში კი არ არის რომ რა ხდება მაშინ როცა მოვკვდები. არა, კითხვა იმაში ხდება რომ ეხლა რო ვარ, ცნობიერი ვარ. მეტი არაფერი. ხო. კი ბატონო. ეხლა თავიდან ცოტა პატარა ბლიც კითხვებს მარტივად. აი, თქვენი აზრით, თქვენი სოფხედელობით ცხოვრებაზე. მე ხვდები ალბათ ეს კითხვაც აღარ უნდა დავსვა, იმიტომ რომ ცხოვრების აზრი რა არის თქო? და ცხოვრების აზრი არის ეს გავიგეს შემეცნების მომენტი ალბათ, ხო, თქვენთვის. მე გავეცი პასუხი თქვენ კითხოს. მე მქონდა ეგეთი რაღაცა კითხვა, მაგრამ აი არ ვიცი, მაინც კითხავთ. და რა მოხდება თუ ყველაფერს დავინახავთ? დავინახავთ იმ რეალობას, რაც რეალურად არის. როგორ იქნება ცხოვრება და რა არის ეგ? გაგიღიმებათ და კურცხალე გადმოგივარდებათ. ხო, ანუ ხანდახან მიფიქრე, რომ შეიძლება ზუსტად რომ ძალიან არასასიამოვნოა, იმიტომ რომ სრული სიბნელეა, იმიტომ რომ არაფერი არ არის. ყველაფრის მიზეზშედეგობრიობის და გარდაუვლობის და აუცილებლობას დაინახავთ და აქედან გამომდინარე ყველა ტანჯვაზე და ყველა უბედურებაზე, რომელზედაც გიწუწუნიათ, იფიქრებთ, რომ ეგ იყო გარდაუვალი და გაგეღიმებათ. კი ბატონო. იცით, ხო, ეს არა. ნუ მამარდაშვილიც ამ ფრაზაზე ვისაუბრა და მაშინ სულ ბოლო კითხვას დაგიშოვეთ, იმიტომ რომ ხანდახან არის. ადულად გავოდით დამკაში. აი იცით როგორ არის? როდესაც ესე ძალიან ღრმა საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს ჩემთვის არის ძალიან ცოცხალი პროცესი. მე ხო ეხლა მთელი გულით და სულით გისმენთ, ანუ აბსოლუტურ გონება და გული ეხლა ჩემ მოსმენის დრო ჩართულია. ეგ ნიშნავს იმას, რომ მე თვითონვე გააზრება მჭირდება იმის, რაც ვისაუბრეთ, მიხვდით, იმიტომ რომ მე რო ეხლა დაწერ მარტო დაწერილ კითხვებს მივყვე, იმიტომ აქ ბევრი მაქვს კიდე ძალიან კითხვა. არ ვიქნები ნამდვილი რა. თორე თქვენთან შემილია უსასრულო ფილობა როგორ და სუსუბოლო კითხვა არის ეგეთი რომ თუ თქვენ თავს წარადგენთ ისე ამას ეს მინდა რომ იყოს ესეთი შემკვრელი ყველა ეპიზოდის ბოლოს დავსვა ეს კითხვა თუ თქვენ თავს წარადგენთ ისე რომ არ ახსენოთ თქვენი პროფესია, ეთნიკურობა, ეროვნება, ბიოგრაფია, ჰობი, რელიგია ყველა ის იარაღი რასაც იყენებთ ყოველდღიურად თქვენ შეიძლება არ იყენებთ მაგრამ ზოგადად ადამიანები ვიყენებთ როგორ გამეცნობოდით და როგორ აღწერდით თქვენ თავს? რაც აქამდე ვილაპარაკეთ, სამ სიტყვაში გეტყვით. ვიყურები, ვცნობ და მიხარია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ კიდევ. ძალიან სასიამოვნო იყო. მსმენელებსაც მადლობა. მიხარია და ჩვენ მსმენელებს ვეტყვი რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს ისე რომ არ იწერთ ცოდნის მოყარე პოდკასტა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი განვითარებისთვის, პოდკასტის განვითარებისთვის და გთხოვთ რომ გამოიყვება ერთი ხელზე დაჭერა არის ღილაკზე და ზარის ღილაკზე რომ არ გამოჩნდეთ ესეთი საინტერესო ეპიზოდები. მადლობა.